მოგესალმებით, ჩვენი შოუმ ეთერშია, ილოც დამიბრუნდა, მიხარია უშენოდ სიცარიელე მქონდა და მარტო გრძნობდი თავს ნამდვილად. ერთად კაია. კარგია, მიხარია რომ გამოჯამრთელდი. დაფინებულადაც გამოიყურები. ხო, მეც მქონდა ამერიკაში, მაგრამ მოვასწარი მოვითავე. კიდე კარგად გამოწვევი. მოგესალმებით, მეც რა თქმა უნდა, მეც მიხარია რომ დავბრუნდი და დღეს ბევრი საინტერესო თემა გვექნება. სანამ ჩვენ პირველ სტუმარს ქალბატონ ჯანას მოვიწოთ, რომელიც უკვე ლამის სტუმარი კი უკვე თანაწამყვანი გონია, იმდენად ხშირად მოდის და ძალიანაც კარგი, იმიტომ რომ ბევრ სასარგებლო თემაზე საუბრობთ, ბევრ საინტერესო რაკურსებით გვანახებს მიმდინარე მოვლენებს და რაც თავარია, სულ ამბობთ ხოლმე აქ ბირჯერ გვითქვას, რამდენად მნიშვნელოვანია რომ თვითონ ომის პირობებშიც კიდე ეხა ომია რეალურად. არა მარტო საქართველოს, მაგრამ ჩვენთან კიდე სხვანაირი ომია, თუნდაც ჰიბრიდული ომი, რამხელა მნიშვნელობა აქვს, რომ მენტალურად უბრალოდ არ ჩამოინგრერო, თუნდაც გააგრძელო ბრძოლა, მაგითო როგორც მინიმუმ, ხო? ამიტომ ამ თემებზეც ვისაუბრებთ, თუმცა სანამ სტუმარს მოვიპატიჟებთ, სულ ეხლახანს, არ ვიცი, მე მგონი უკვე დამთავრდა ინაუგურაცია დონალდ ტრამპის და განსაკუთრებით დიდ ყურადღებას იქცევს ახლა ამერიკაში მიმდინარე მოვლენები და განსაკუთრებით ახლა როცა ახალი პრეზიდენტია რამოდენიმე რამე მიიქცია ჩემში ყურადღება. მე არასდროს არ დამავიწყდება. არ მახსოვს ვისი თუ არ ვცდები კარლსონის ერთ-ერთი პრეზიდენტის გასვენება იყო, ვერ ვიხსენებ ვისი და როგორი სანახავია რა და თუნდაც დღეს რაც იყო, რომ ყველა წარსულში პრეზიდენტი რო იქ დგას, როგორ ულოცავენ ერთმანეთს. თან ამერიკის არჩევნებში რეალურად მართლა ყველაფერი, როგორც იტყვიან, ყველაფერი მოსულა. ანუ ძალიან ისეთი ბრუტალური მეთოდები არსებობს ამერიკის პოლიტიკაში, რომ ბევრ რამეზე მიდიან, რომ გაიმარჯვონ და მოსული ამბავი. ხო და ეხლა დონალდ ტრამპის სიტყვას მე ძალიან ველოდებოდი. სამწუხაროდ ეხლა ეთერში რომ შემოდიოდით, მანამდე კიდე რაღაცებს გადავყვანო, ვერ მოვასწარი რომ მისი სპიჩი მენახა და აუცილებლად ნახავ, მაგრამ რაღაც ერთი-ორი მესიჯ ბოქსი რაც მითხრეს უკვე არა, საკმაოდ საინტერესო არის. ხალხს განსაკუთრებით აინტერესებდა და ეხლა ქართულ არხებზე სადაც არ შევედი, ათასობით ადამიანი ლაივში უყურებდა ამას. ეხლა ტვიტერი კიდე სხვა ამბავია, იქ 10 მილიონი ადამიანი უყურებდა და იცი რა არის დავფიქრდი, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აშკარად მე მესმის ყველა შიშები ტრამპთან მიმართებაში და დონალდ ტრამპი ძალიან რთულად პროგნოზირებადი ადამიანია და ძალიან ესეთი იდუმალებით მოცული, რაღაცა ბუნდოვანებით მოცული ტიპია, იმიტომ არასდროს არ იცი, რას გააკეთებს რეალურად. თუმცა ამაზე აქაც ხშირად გვილაპარაკია და ჩვენი სტუმრებიც ყოლია, რომელმაც თქვეს, რომ ამერიკაში ინსტიტუტები ინდონეზია, რა თქმა უნდა, ერთ ადამიანზე არ არის ჩამოკიდებული. თუმცა ეხლა რა იქნება პრიორიტეტი ხო ამერიკაში? ხა შიდა ამბავში გასაგები რომ ეხლა უნდა დაასრულო ეს რადიკალური მემარცხენე ვოუკ რაღაცა მოძრაობაო, საზღვარი რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი თემა ამერიკაში და ამას ეხლა უამრავი ქართველი ჩავიდა იქ მექსიკით და რა ვიცი კიდე მომავალში თუ მიაპირებს უკვე ვეღარ ისევს, იმიტომ რომ იქ ისე გამკაცრდება ზომები, ამბობენ რომ კედლის დასრულებასაც აპირებსო და კიდე ცალკე უბრალოდ მე ხა არ მინდა ეს თემა ძალიან გავშოვო, იმიტომ რომ ჯერ არ მაქვს სათანადო ცოდნა რომ ეხლა მე ისეთი რამე თქვა რომ ვიღაცამ შეიძლება აქ ინერვიულოს რაიმოელის ჩემ თქვა ნათესავს რომელიც ეხლა ამერიკაშია ხო, მაგრამ რაღაც საშიშროება ხო არღის, ამიტომ არ ვიცი დაველოდეთ ამას. საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება. კი, მაგრამ მე რას გულისხმობ საიმიგრაციო პოლიტიკაში, იგულისხმება ის რომ მეც აღარ შემოუშვებს თუ ვინც არიან იმათაც ამას ნახავთ ყველა. დააპორტირება. ამიტომ ნახოთ, ჯერ ყველაფერი წინ არის, თუმცა დონალდ ტრამპმა თქვა რომ ლეგალურად ყველა შეუძლია მოსვლა, ეს რეალურად ეხა ემიგრანტების ქვეყანა, ჩამოსულმა ხალხმა შექმნა ამერიკა, ამიტომ პრობლემა არ არის გელოდებით. ეხლა რაც შეეხება საქართველოსთან მიმართებაში, სენატორი ვილსონი გახდა ალბათ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანი, იმიტომ რომ უმეტესობა კომენტარები X-ზე, ანუ Twitter-ზე როცა არის, უფრო ქართველები არის. მაგრამ და სენატორმა ვილსონმა თქვა რომ მე ჩავაყენე დონალდ ტრამპის საქმის კურსში, ეხლა რა არის დასამალი და საქართველოს ნამდვილად არ არის დონალდ ტრამპისთვის ეხლა ამ სოფლიოში მით უმეტეს ამ ვითარებაში ნომერ პირველი გადასაჭრელი თემა, მით უმეტეს როცა უკრაინა რუსეთის ომია და პალესტინა ისრაელის წესრიგში არის, როგორც ხდებით. რა თქმა უნდა, მაგრამ ჯო ვილსონმა თქვა რომ მე უკვე საქმის კურსში ჩავაყენე და ისეთი მძაფრი განცხადებები აქვს ჯო ვილსონს, რომ მიკრის კიდევაც, ანუ რა ესეთი პირდაპირობა, თუმცა მეორე მხრივ ის დიპლომატია რაც ადრე იყო უკვე აღარ არსებობს და რაღაცნაირად პოლიტიკაც უკვე არ ვიცი დააპდეიტებაში შეიძლება ჩაითვალოს ეს თუ რა, მოკლედ ესე ვთქვა რომ ცოტა შეიცვალა დიპლომატიაც უკვე სხვანაირი გახდა, ბევრად უფრო უხეშია, ასე ვთქვათ რა, შეიძლება უფრო გულწრფელიც არ ვიცი. მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო იქნება და გიგა ჯოხაძე რო არის პოლიტიკოსი, ანუ მასთან მქონდა დღეს ზუსტად საუბარი და სოციალურ ქსელებში მე დავაგდებო ვიდეოსო, ჩავაგდებო, არ მახსოვს რომელ არხზე ისაუბრა ამ თემასთან დაკავშირებით, ის ბევრად უფრო კარგად და ამომწურავად ისაუბრებს ამ თემაზე, უბრალოდ აი ბოლოსკენ ჩემი აზრის დასასრულს ვიტყვი რომ სულ მოუთმენად ველოდები თქვათ ერთ თვეში ალბათ სავარაუდოდ ჩვენ უკვე მართლა გავიგებთ
დონალდ ტრამპი რა პოლიტიკას ახორციელებს საქართველოსთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, ყველანაირი წინაპირობა და ლოგიკა იმას გვეუბნება, რომ რასაც სენატორი ვილსონი ამბობს, ის იქნება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, როგორც დავახასიათეთ უკვე ჩვენ ტრამპი და ეხლა რაც ვილაპარაკეთ და იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ რთული გეოპოლიტიკური მოცემულობა, მე მაინც ვფრთხილობ. ანუ განსაკუთრებით დონალდ ტრამპს. ხო, რო არ შევიქმნა რაღაც. შევხედოთ, ნახოთ, საბოლოოდ ჩვენ მეგონი თანხმდებით, რომ ის ბრძოლა, რომელიც დღეს საქართველოში ეს პირველ რიგში ქართული ხალხის ბრძოლაა და არავის შემყური არ უნდა იყოს. მე ადრე გიანოდიეს სტატია წავიკითხე, სადაც მას ეწერა, რომ სხვათა შორის ქართულმა პოლიტიკოსებმაც, მათ შორის ოპოზიციაზე იყო საუბარი, უნდა ისწავლონ, რომ დასავლეთზე ნაკლებად იყვნენ დამოკიდებულები. იმიტომ რომ იცი რა არის ფსიქოლოგიურად, გინდა არ გინდა, რაღაცნაირად გეიმედება და თითქოს შენ უკვე რაღაცებს აკლებ, იმიტომ რომ ნუ მაინც ეხა იქ უკრაინაში გადაწყდება ან თქვათ ამერიკაში და ცოტა ეს რაღაცნაირად მე არ მომწონს და ალბათ ხო მეტად ჯობია რომ ორიენტაცია აიღონ ოპოზიციონერებმა აქაურ ხალხზე, მეტად კონტაქტი ხალხთან, მეტად საუბარი ხალხთან, როგორიც არ უნდა იყოს რა. Კონტროლ ნებისმიერ შემთხვევაში როგორც არ უნდა დასრულდეს იქ ამბავი, ჩვენ აქ გასაგრძელებელი ცხოვრება და ეს მნიშვნელოვანია და მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის, რა თქმა უნდა უკეთესისთვის, მაგრამ უარესისთვისაც აუცილებლად უკაცრავად მზად უნდა ვიყო. ხო, არ ვიცი, შენ თუ დაასრულე, მე მაინც დავბრუნდები ჩვენს რეალობაში, დღეს არაერთი სასამართლო პროცესი გაიმართა და რაღაც თბილისის საქალაქო სასამართლო უკვე ერთ-ერთ აქციის ეპიცენტრად არის გადაქცეული, უკვე რამდენიმე ეპიცენტრი არის ჩვენს დედაქალაქში და არა მხოლოდ მთელს ქვეყანაში, ხალხის წინააღმდეგობის და პროტესტის გამოხატვისთვის. დღეს ერთ ადამიანს მიუსაჯეს 5 წელი, უკრიბელაშვილის და აღარ მახსოვს ბოდიში, ანუ ეს ჯებირების ბიჭების საქმეზე საპროცესო გარიგება შედგა, თუმცა წელიწადნახევარი მათ მაინც მოუწევთ 400 ლარიანი ჯებირის გამო ციხეში ყოფნა, წინ არის სოკმელას სასამართლო, ბევრი სასამართლო პროცესი არის წინ და ხვალაც არის მზია ამაღლობელი უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტი კვლავ ციხეშია, ის შიმშილობს და ანუ უბრალოდ წარმოუდგენელ ვითარებაში ვართ, რას აკეთებს ეს საპოლიციო რეჟიმი თავის გამკაცრებული კანონებით. ვიცით რომ გუშინ იყო თუ გუშინ წინ უკვე არეული მაქვს საათები და დღეები ნიღბის გამო დააკავეს გურამ მაცხონაშვილი და დღეს იქნება ის ჩვენი სტუმარი, დღეს დატოვა მან იზოლატორი და 2000 ლარიანი ჯარიმა დაუწერეს მხოლოდ და მხოლოდ ნიღბის ტარების გამო და 48 საათი მოუწია იზოლატორში ყოფნა. არაფერი ამით უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ აი ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც საპოლიციო რეჟიმი თავისუფლების მებრძოლ ადამიანებს აი ასე უმოწყალოდ სჯის და თან გამოდის მამუკა მდინარაძე და ამბობს რომ ანდროს თურმე ქართული ოცნების ამომრჩევლებიც იცნობენ და ძალიან უყვარს ხალხს თურმე და ძალიან კარგი ბიჭია და თურმე ის თავდებში ჩაუდგება იმის თუ იმ შემთხვევაში თუ ანდრო გაიაზრებს თუ რა ჩაიდინა, მე მაინტერესებს თვითონ თუ აქვთ თითოეულ ქართული ოცნების მაღალ ჩინოსნებს და არა მხოლოდ გააზრებული თვითონ რას ჩადიან ყოველ დღე და რა დანაშაულები აქვთ ჩადენილი ქართველი ხალხის და თავიანთი სამშობლოს მიმართ და თავიანთი ოჯახის წევრების და პირველ რიგში თავიანთი შვილების მიმართ, იმიტომ რომ ის შვილები არიან მათი მომავალი და ჩვენი ქვეყნის მომავალიც და ძალიან მტკივნეულია ჩემთვის როგორც რიგითი ქართველი მშობლისთვის იმის ყურება თუ როგორ წირავენ ასევე ქართველი მშობლები თავიანთ შვილებს, იმიტომ რომ მათ არაფერი დაუშავებიათ, მხოლოდ იმიტომ რომ მათი მშობლები აი რაღაც ესეთ კატასტროფულ დანაშაულებს ჩადიან თითოეული ქართველი საქართველოს მოქალაქის მიმართ და ამ ყველაფრის პარალელურად ვიგებთ რომ 600-ზე მეტ პატიმარს გაათავისუფლებს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ყაველაშვილი, რას ეფუძნება, ვის გაათავისუფლებს არავინ არ იცის, ძალიან ბევრი ჯერ ერთი სანამ ეს ამბები დაიწყებოდა მანამდეც უამრავი უკანონო პატიმარია, ჩვენ გვახსოვს ჯერ კიდევ სარალიძის საქმიდან მოყოლებული ეს სულ ხდებოდა ასეთი უსამართლო დაკავებები და უამრავი ადამიანი ციხეში და მათ არ დაუტოვებიათ ციხეები და კაცმა არ იცის მთელი სოციალური ქსელი იმაზე საუბრობს რომ ტიტუშკების არმიის გაბევრებას ემსახურება ეს ამინისტია თუ არ ვიცი შეწყალება თუ რაც ქვია. საბოლოო ჯამში ხო რა თქმა უნდა ეხა ჩვენ ესე კონკრეტულად და ზუსტად არ ვიცით კონკრეტულად ვინ ადამიანებს გაათავისუფლებს, თუმცა იმიტომ რომ დღეს ჩვენ აღარ ვენდობით საქართველოს ხელისუფლებას ნებისმიერი მათი ნაბიჯი მიგვასწავებს მხოლოდ უარესისკენ და მხოლოდ იმისკენ, რომ ხედავთ თუ როგორ ყოველდღიურად უფრო და უფრო ამძაფრებენ და უფრო და უფრო ძალადობრივ ხდიან ამ საპოლიციო რეჟიმს, იმიტომ რომ ჩემი გადმოსახედიდან და ლოგიკურად თუ მივყვებით ჯაჭვს ასეც არის, რეალურად ისინი არიან პანიკაში და მათ ეშინიათ, იმიტომ რომ მართლაც უპრეცედენტო წინააღმდეგობა არის დღეს ჩვენს ქვეყანაში. ბევრი აქციები გვინახავს, ბევრი პროტესტი გვინახავს, მაგრამ ის რაც დღეს ხდება
ასეთი რამე მე პირადად არ მახსენდება ასეთი მასშტაბით და ასე პრინციპულად, ასე ღიად, ასე ნამდვილად და რა დოზითაც სიმართლე დღეს ქართველი ხალხის მხარეს დგას, რაც არ უნდა გაშავება შეეცადონ, რაც არ უნდა გვეძახონ, ნაცები, ქოცები, შმაცები თუ ამას არ აქვს მნიშვნელობა, უკვე სასაცილოთაც აღარ ყოფნით ქართველებს და არავის თქვენი ბინძური პროპაგანდების აღარ სჯერა. ქართულ ხალხს თქვენ დღეს ტალახს ვეღარ ესურით, იმიტომ რომ ამისი აღარავის აღარ სჯერა, დღეს თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში ვცხოვრობთ და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაინახოს რეალური სურათი. ერთი ტელეარხის გადართვაზე და არხზე თუ არ გადართავს, მეგობრებს ერთმანეთი გვყავს სოციალურ ქსელებში და მინიმუმ ერთმანეთის თორებს ვნახულობთ. შესაბამისად, სადამდე გაძლებს ეს მათი დაშინებით რაღაც ნაწილი ადამიანების გაჩუმება, ეს ამას გვაჩვენებს დრო და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ამ თემებზე, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკში უკანონოდ დაკავებულ პატიმრებზე, ვისაუბრებთ იმაზე თუ საერთოდ რა ხდება, როგორ ილახება უფლებები ამ ადამიანების დაკავების დროს, იზოლატორებშიც უკვე დაკავების შემდეგ. მოკლედ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზეც გურამიც იქნება დღეს ჩვენი სტუმარი და მოგვიყვება თუ რა ხდებოდა მისი დაკავების პროცესში და დაკავების შემდეგ, თუმცა მანამდე მე მგონი შეგვიძლია რომ ქალბატონ ჯანას დავუძახოთ სტუდიაში. მოგესალმებით ქალბატონ ჯანა, მობრძანდით. მოგესალმებით. ძალიან ხარია თქვენი დანახვა. მეც ასევე. ფაქტობრივად ახალი წლების მერე პირველად ხედავ. ახალ წელს ეხლა პირველად ერთად ვიწყებ. ძალიან გვიხარია და საკმაოდ მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ. ესე რაღაც სოციალებში ესე პოპულარულ ტერმინად არის burnout-ი გავრცელებული, თუმცა ქართულად ამას ქვია, არ ვიცი, გადაწვა და გადაღლილობა რა და ძალიან სხვათა შორის ირაკლი კობახიძეს ქონია თურმე ნათქვამი, რომ 20-იანვრამდეო შანსი არ არის, ეგენი ვერ გაძლებენო, გადაიწვებიანო, გადაიღლებიანო, თუმცა დღეს ისევ სავსეა რუსთაველი, დღეს ხალხი ისევ დაუღლელად არის წინააღმდეგობაში, აპროტესტებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ დავიღალეთ, ან არ გადავიწვით, მაგრამ რაღაცნაირად რაღაც პროცესს გავდივართ, რომელიც ძალიან საინტერესოა რა, აი ამ დაღლასაც და გადაღლასაც, ზოგჯერ დემორალიზებასაც, მაინც რაღაც ხერხებით ვებრძვით და ამაზე საუბარიც ძალიან საინტერესო იქნება ჩემი აზრით, რომ ეს ყველაფერი გააზრებულად კარგად დავინახოთ და ხედავდეთ, რას გავდივართ და სად ვართ და რა მომენტში როგორ უნდა ვუშველოთ ჩვენ თავს. დიდი მადლობა ამ საინტერესო თემისთვის. მართლაც არ გამართლდა ბატონი კობახიძის პროგნოზი და მე ვიტყოდი, რომ გადაწვას ადგილი არ აქვს. ძალიან მნიშვნელოვანი დაცვითი ფაქტორი არის, რომელიც გვიცავს დაწვისაგან. ეს არის საზრისი, რომელსაც ამ პროტესტში დებს ქართული საზოგადოება. ანუ აი ხა მინდა გავხსენო ერთი მაგალითი, რომელზეც შესაძლოა აქამდეც კი მიხსენებია და გვიმსჯელია. იყო ასეთი უდიდესი მოაზროვნე გასული საუკუნის ვიქტორ ფრანკლი, რომელიც მოხდა საკონცენტრაციო ბანაკში და იქ ფაქტიურად გადარჩა იმითი, რომ არ დაკარგა ცხოვრების საზრისი და იქ შექმნა თავისი ცხოვრების საზრისის თეორია. და მას ეკუთვნის სიტყვები, რომ ყველაფერი შეიძლება ერთმა ადამიანმა მეორეს წაართვას, მაგრამ ვერ წაართმევს საკუთარ დამოკიდებულებას მოვლენების მიმართ. და ის საზრისი, რაც პროტესტს აერთიანებს, ეს არის დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ, დამოკიდებულება ჩვენი მომავლის მიმართ, დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. მე ვიტყოდი, რომ ის სინდისის პატიმრები, ვინც ახლა ციხეშია, ბევრად უფრო თავისუფლები არიან, ვიდრე იგივე ის მდინარაძე, ვთქვათ, ვინც მათზე საუბრობს. იმიტომ რომ მათ არ უღალატეს თავის დამოკიდებულებას, თავის ფასეულობებს. ისინი სწორედაც რომ თავისი ფასეულობების დასაცავად არიან ახლა ასეთ მდგომარეობაში. ანუ, როდესაც ვლაპარაკობთ გადაწვაზე, ძალიან კონკრეტულ რამეს გულისხმობთ. სხვაშორის ეს წამოვიდა, გვახსოვს ალბათ, რა ვიცი, ყველას, იმიტომ რომ ძალიან განთქმული ფსიქოლოგი იყო, გადაიცვალა უკვე ფილიპ ზიმბარდო, რომელსაც თავის დროზე ციხის ექსპერიმენტი გააკეთა. თუ გახსოვთ, ციხის ექსპერიმენტში იყო, როდესაც მეციხოვნეების როლში შევიდა, ასე ვთქვათ, სტუდენტების ნაწილი, ისინი გახდნენ სასტიკი ექსპერიმენტის სხვა მონაწილეების მიმართ, ვინც იყვნენ პატიმრების როლში.
ეს ძალიან ცნობილი ექსპერიმენტი არის, როდესაც ნაწილი ბადრა გადანიშნეს, ნაწილი პატიმრით და მათი ქცევაც შესაბამისი გახდა. სურათი მივიღეთ. და მან გვაჩვენა, რომ ეს როლი ფაქტიურად ადამიანს თავის ფასეულობებს აკარგვინებს. გვაჩვენა, აი მე ვფიქრობ, რომ ეხლა რაც ხდება, ვთქვათ, აი შავი რობოკოპების და ასე ვთქვათ, ამ დამბრბევი ბრიგადების შემთხვევაში სწორედ ეს არის. აი ამ როლში დამბრბევის როლში, სხვის დამავიქტიმებლის როლში ჩასმა, მათ დააკარგვინა საკუთარი თავი, დააკარგვინა საკუთარი დამოკიდებულება საზოგადოების ქვეყნის სამშობლოს მიმართ და ეს არის კატასტროფა, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ და საქმე იმაშია, რომ სწორედ ზიმბარდოს მეუღლე იყო ქალბატონი ქრისტინა მასლაჩი, რომელმაც შეაწყვეტინა ეს ექსპერიმენტი. მან თქვა, რომ რაღაცა ისე მიდისო ეს ამბები, რომ ამ პატიმრების როლში მყოფი სტუდენტების უფლებები ილახება და ესენიც ფაქტიურად მორალურად დეგრადირდებოდნენ, ვინც მათ ავიქტიმებდნენ, ვინც ბადრაგის როლში იყო. და მას შეაწყვეტინა ეს ექსპერიმენტი. აი ესეთი ქალი იყო, როგორ ვთქვა, მაინც დავაკავშირეს ზიმბარდოს, იმიტომ რომ თუ გადაწვაზე ვლაპარაკობთ, მისი ცოლი იყო, ვინც შეაჩერა ის ექსპერიმენტი და მისი ცოლი იყო, ვინც პირველად დაიწყო ლაპარაკი გადაწვაზე, ის პროფესიულ გადაწვაზე საუბრობს, ეს არის სტრესი, დაგროვებული პროფესიული საქმიანობის დროს. ეხლა ჩვენ გადაგვაქვს ეს მიტინგის რეალობაში და უფრო გაფართოვდა აი ამ გადაწვის ცნება და ვლაპარაკობთ, ვთქვათ, შეიძლება გადაიწვა მიტინგზე, როდესაც ვცდილობ ყოველდღე რომ შედეგი ნახო და უკვე 50 დღეზე მეტია გასული და ჯერჯერობით არ დადგა ის შედეგი. არის რისკი, რომ კუმულირდა სტრესი, ძალადობის დარბევის და ასე ვთქვათ, არაადამიანური მოპყრობის, კუმულირდა სტრესი, რომ გრძელდება ეს პროპაგანდა, რომელიც გამრუდებულ სარკეში აჩვენებს საზოგადოების ნაწილს, ვინც უჯერებს რეალობას. კუმულირდა სტრესი იმასთან დაკავშირებით, რომ ირონიული სიტუაციაა, წესიერი ხალხი, სინდისიერი ხალხი ციხეშია და მათი, ასე ვთქვათ, მეციხოვნეები პარლამენტარის და ასე ვთქვათ, სკამზე არიან. ეს არა მარტო სტრესია, ეს მორალური სტრესია, მე ვიტყოდი. და შეეძლო ვინმე ევარაუდა, ვთქვათ, მცდარად, რომ ეს სტრესი რო დაგროვდება, დაგროვდება, ისევე როგორც პროფესიონალური გადაწვის შემთხვევაში გადაიწვებოდნენ პროტესტანტები, მაგრამ არ მოხდა. გათვლა ეგ იყო, რომ გაგრძელებულიყო და კიდევ უარესი მორალური სტრესი რომ მოეყენებინათ. და თუნდაც ის რომ მე არა მარტო სხვათა შორის ქართული ოცნების წარმომადგენლები იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ აი საქართველოში ახალი წელი, გამორიცხული ახალი წლის მერე რამე გაგრძელდეს, ეგეც იყო სხვათა შორის. საცივში ჩაარჩინო, ხო? ძალიან ბევრს აქვს, რა თქმა უნდა, ამაზე ნამუშევარია. ეს არ არის სპონტანური სიტყვები. ყველა ის სიტყვაც, აი მაგალითად, როდესაც სულ ფიქრობდი, რომ აი რომ გამოვიდა ყობახიძე და რო თქვა, რომ 2028 წლამდე ჩვენ ვაჩერეთ, აი რატო თქვა, ფიქრობდი, ხო, მაგრამ არც ეს არ არის, ანუ ყველა იმ ფრაზის იქით, ეგეთი ფრაზა იქნება, რომ საგარეო კურსთან დაკავშირებული თუნდ შიგნით მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული, მე მინახავს ადამიანები, რომ კაცო, როგორ, აი ასეთი ტყუილი, როგორ, ასე რატო ამბობს, უიმერადებილები არიან, უიმერასრულელები არიან, არ არის ეგრე. ეგ არის მათი მოგონილია, ეგ არის სხვაგან მოგონილი, ბევრად უფრო ისეთ შავბნელ ადგილებში, რომელიც მე არ უბრალოდ გამოყენებული, ხო? უკვე რაღაცა ფორმულა, რომელიც რა თქმა უნდა, ოღონდ რა არის, ხო? ამას ვერ დააკოპი-პეისტებ, ანუ ვერ გამოიყენებ ყველა ქვეყანაში ერთნაირად. ყველგან რაღაცა ერთი ჩონჩხია და ერთი ფუნდამენტი და სტრუქტურა, მაგრამ გათვალისწინებული არის ადგილობრივი ადამიანების ფსიქოლოგია, ხო? და კულტურული კონტექსტი. აქედან გამომდინარე, ბევრი რამე, რასაც ამბობენ, მე არ მიყვარს ხოლმე იცის ეკამ როგორ, ანუ ეს პროპაგანდის თემა როგორ მაინტერესებს, სამწუხაროდ ისე არ ვიცნობ როგორც აქ მოსული სხვა ადამიანები, რომლებიც სტუმრად ყავდა, მაგრამ რაღაცნაირად ესე მაინც ვაკვირდები ხოლმე და რაღაც, ანუ
ყველა სიტყვაზე, როდესაც რაღაც აბსურდი მოგუჩვენება, როცა ვღლიცინებთ, სულ ფიქრობ და ეს კითხვა მინდა დაგიცვათ. ეს იუმორი, გარკვეულწილად რომელიც თავდაცვა ადამიანებისთვის და ხედავთ სოციალურ ქსელებში, ქართული ოცნების თქვა ქარდებს დებენ, აი ეს რა თქვა, აი მე ბიჭო რა იშველებათ, მე რასულელები არის და ასე შემდეგ. ეს ხუმრობა რაღაცნაირად ჟარგონზე რო თქვა, ამსუბუქებს, ატრუხებს ამ პროპაგანდას და შეიძლება გაუცნობიერებლად ხალხი ამ პროპაგანდას უკვე ასე ებრძვის, თუ შეიძლება ითქვას, რომ ამ დროს ადამიანები ვერ გრძნობენ იმ საშიშროებას, რაც რეალურად მოაქვს ამ სიტყვებს და აქედან გამომდინარე ეს თქვა შეხუმრებულობა და რაღაცა ზედაპირულობა ხო არ არის უფრო და მეტად უფრო ხო არ შეიძლება რომ ყურადღება მივაქციოთ. ამას არა იმ კონტექსტში რომ ისე მივაქციოთ ყურადღება რომ მე ჩვენზე იმოქმედოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვიცნობდეთ ეს რა არის, რა მოვლენა, რაც შეიძლება მეტად. ილო, ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის, იმიტომ რომ კარგად აჩენს ბალანსის მნიშვნელობას. ანუ, ფაქტიურად იუმორი მართლაც ძალიან კარგი დაცვის მექანიზმია, ეს ჯერ კიდევ ზიგმუნდ ფროიდმა თქვა, ნაწარმოები აქვს ამაზე მიძღვნილი. და გვიცავს, ეს ჩვენი ერთ-ერთი გამკლავებაა. მეორეს მხრივ, თუ ეს ზომაზე მეტად გვექნება და რეალობასთან კონტაქტი დავკარგეთ და გადავედით ჩვენი იუმორის სინამდვილეში, მაშინ ბალანსი დაირღვევა და ის ხელს შეგვიშლის. მოკლედ, ეხლა ისეთი მომენტია, რომ ერთის მხრივ რეალობა ისეთი მძიმეა, მართლა ჭრილობას გვაყენებს მორალურს. ეხლა რავალია, რომ დამოუკიდებლობის აი ამდენი წლის და გამოცდილების მერე ბრძოლის, ამდენი მსხვერპლის მერე, ამდენი იმედის ფონზე და უცებ გამოვიდა, რომ ისევ მოტყუებულები ვართ. და ისევ, ასე ვთქვათ, რუსული მახვილი დომოკლესი ისევ საკუთარი თანამოქალაქეების და საკუთარი ხელისუფლების ხელით აღიმართა ჩვენს თავზე, ხო? ძალიან მძიმე რეალობაა და გინდა რომ გამოეცალო ამ რეალობას. იუმორიც გეხმარება დისტანცირებაში, ზოგჯერ გეხმარება ძალიან დიდი იმედის მუხტია, როგორც ქონდა არჩევნებამდე. უცებ გაჩნდა, გახსოვთ რომ ეძახდით, ირაციონალური იმედი, ხო, აი ძალიან დიდი იმედი გაჩნდა, იმიტომ რომ ეხა შემოვხაზავთ, გავაფერადებთ და პრობლემა დამთავრდება. არ არის ასე. ეს პრობლემა არის გეგმაზომიერად გეთანხმებით აბსოლუტურად დაგეგმილი და არა აქ მართლაც აქ უფრო განხორციელება ხდება ამ გეგმის ვიდრე დაგეგმა. კონკრეტულად რაზე ექსპერიმენტის ნაწილი და წლებია მიმდინარეობს, ხო? და მთელი ასე ვთქვათ ინფრასტრუქტურა განვითარდა ამისთვის, ინსტიტუციური მექანიზმები შექმნეს ტელევიზიების სახით, რომელსაც კარგად ვიცით, ვინც არიან, ხო? პრორუსული პარტიების სახით, პარლამენტის შემადგენლობის სახით, ეხლა უკვე ფალსიფიცირებული არჩევნების სახით და ჩვენ გვინდა, ანუ ეს იმედი ძალიან მნიშვნელოვანია და ეხლა აი ამის ბალანსის თემას მინდა დავუბრუნდე. იუმორიც მნიშვნელოვანია როგორც დასმის მექანიზმი. იმედიც მნიშვნელოვანია როგორც რესურსი. ოღონდ დაბალანსებული უნდა იყოს, რომ თან იმედი გქონდეს, თან ვიცოდეთ, რომ ჩვენზეა დამოკიდებული, მარტო იმედად, ხო, და ეს მარტო შემოხაზვა არ იქნება. ხო, ცნობილი იმისი არ იყოს, ხელი გაანძრიე. ხელი გაანძრიეო, ხო. ძალიან მნიშვნელოვანია დისტანცირება და დასვენების მომენტები მნიშვნელოვანია. რო არ გადავიწვათ, უახლესად, მაგრამ მე ხარ რასაც ვადევნებ თვალს, ისე გონივრულად თვითმობილიზებული არის პროტესტი და ძალიან ხშირად ნახავთ სოციალურ ქსელებში და არა მარტო ერთმანეთს როგორ ეუბნებიან, რომ აი მე როცა შემიძლია მაშინ ვიქნები, შენ როცა შეგიძლია მაშინ გამოდი. აქ ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, გააზრებაა იმისი, რომ დასვენებაც საჭიროა. ანუ ეს არ ნიშნავს, რომ 24/7-ზე უნდა იდგე, ვთქვათ, პროტესტში, შენ გჭირდება ძალთა აღდგენა. ანუ ბალანსი ყველა დონეზე არის მნიშვნელოვანი. ეხა ისეთი ვითარება გვაქვს ჩვენ, არასტანდარტული ვითარება გვაქვს, რომ აქ მზა რეცეპტები არ არსებობს და პანაცეა არ არსებობს, მაგრამ არსებობს ერთი კანონზომიერება და აი ამ კანონზომიერებას მინდა მივაქციოთ ყურადღება. იცით, მინდა მეტაფორა მოვიყვანო. მახსოვს, რომ მე და ჩემი ერთი კოლეგა ბევრი წლის წინათ
ვიყავით ცენტრალურ აზიაში მივლინებით და საღამოთი უბრალოდ ვსეირნობდით დაძაბული სამუშაო დღის მერე და ერთმანეთს ველაპარაკებოდით რაღაცაზე რისი დაგეგმვაც გვინდოდა და მთლად საკმარისი ინფორმაცია არ ჰქონდა ამის დასაგეგმად და ჩემმა კოლეგამ მითხრა ფოტოცვენა იყო ნოემბერი იყო რომ აი ჩვენო გაგვიჭირდება ამის დაგეგმა იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ეს ფოთოლი სად ჩამოვარდება და ვხედავთ რომ მოფარფატებს ფოთოლი და უცებ დავინახე რომ ფოთოლი თავის ჭრდილს დაეცა და მე ვუთხარი ჩვენ არ შეგვიძლია იმის პროგნოზირება სად დაეცემა ფოთოლი, მაგრამ შეგვიძლია იმის პროგნოზირება რომ ის თავის ჭრდილს დაეცემა აუცილებლად. სადაც არ უნდა დაეცეს ის დაეცემა თავის ჭრდილს. აი ასე არის ეს ბალანსის თემა. იმედი საჭიროა, მაგრამ გადაჭარბებული იმედი არ დაგვეხმარება. დისტანცირება საჭიროა, იუმორი საჭიროა, მაგრამ გადაჭარბებული იუმორი არ დაგვეხმარება. პროტესტზე დგომა საჭიროა, მაგრამ თუ არ დავისვენეთ, ეს პროტესტს არ დაეხმარება, იმიტომ რომ გადავიწვევით. იმიტომ რომ ეხლა ჩვენ გავდივართ ფაქტიურად სამართლებლის ბაზრწვერზე და ჩვენ უნდა ბალანსი დავიჭიროთ ყველაფერში. იგივე ეს ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანი კიდე ერთ საკითხში და მე მინდა რომ ვისარგებლო ახლანდელი ეთერი და ეს თქვა. ძალიან ხშირად სხვადასხვა ტელევიზიებზე რომ ჩემი მეგობრები არიან ამ ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიაზე იქით აღარ ვამბობ მე არ ვეხები არც სხვა პროპაგანდისტულ არხებს რომელიც იქ არის იგივე იმედი და ამაზე აღარ ვლაპარაკობ აზრი არ აქვს უბრალოდ მაგრამ ბალანსი რა არის როდესაც ასეთ პირობებში ხარ მე მესმის გადაწყვეტს ეს გადაწყვეტ ხო არ არის რომ მარტო რაღაცა უფრო შინაგანად გამოიფიტე ძალიან რთულია გააკონტროლოს სიტყვები რას ამბობ იმიტომ რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს სიტყვას განსაკუთრებით ამ ჰიბრიდულ ომში იმიტომ რომ სიტყვა დღეს უკვე იარაღი ყოველთვის ასე იყო მაგრამ ამისი აქტივაცია უკვე სხვა დონეზე ავიდა და ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამე რომ რამოდენიმეჯერ მე გავიგე ადამიანებისგან რომ აი თითქოს აიქით ეს მეტადონშიკები ეს ნარკომანი და ამის ისეთი კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ესეთი სტიგმატიზაცია ჩვენ არ უნდა შეგვეშალოთ თუ ჩვენ დასავლურ სტანდარტებზე ვლაპარაკობთ დასავლური სტანდარტები ზუსტად ეწინააღმდება ასე სტიგმატიზაციას მე კი ხვდები შეიძლება რა იგულისხმება იმიტომ რომ ჩვენთან საქართველოში რაღაცნაირად ეს კრიმინალი თქვათ და ნარკოტიკები რაღაცა ძალიან გადაება ერთმანეთს და ალბათ 90-იანი წლებისგან მოყოლებული ინერცია აკმევინებს ეს ადამიანებს ისეთი ნარკოპოლიტიკა გვაქვს ქვეყანაში რომ ნარკოტიკი პირდაპირ ასოცირდება აუცილებლად კრიმინალთან ზუსტად ერთნაირი სასჯელიანი მკვლელისთვის და ნარკომომხმარებისთვის. ბატონო, რაც თავიდან ბოლომდე გადასახედია, მაგრამ ეგ მომავალში და იგი წვევს მე ადამიანებში ასეთ დამოკიდებულებას. და ადვილად დასაშანტაჟებელი ადამიანები არიან. ამიტომ ერთ რამეს ვიტყვი. ყველამ ძალიან კარგად იცის რომ მე მომხმარებასთან ძალიან ბევრი პრობლემა გადამხდენია და აქ არ არის საუბარი რომ მე ვიღებ ამ რა თქმა უნდა მეც ვიღებ შეურაცხყოფად, მაგრამ აქ არ არის მხოლოდ ჩემზე საუბარი. ბოლო-ბოლო კაცო უამრავი ადამიანი გინდა ასე განწყობილი ეს ამას ამ დაავადებას არ გააჩნია პოლიტიკური ხედვები და არ გააჩნია რაღაცა ორიენტაცია და ასე შემდეგ ეს არის რომელიც ყველა ადამიანს ერთნაირად აერთიანებს და ეს არის ძალიან დიდი განსაცდელი და ადამიანები მართლაც ძალიან ბევრს შრომობენ იმისათვის რომ აქედან გამოვიდნენ მეც ყოველ დღე ამის შრომაში ვარ ყოველი დღე არავინ არ იფიქროს რომ ერთხელ რაღაცა მოაგვარე და მორჩა ამიტომ საკმაოდ სენსიტიური ძალიან კრიტიკული თემა და მე მინდა ვთხოვო ყველა იმ ადამიანს რომელიც რაღაცნაირად აიქ ნარკომანებიდან ეს მოაშორონ ეს ტერმინი საერთოდ და არაფერ შუაში საერთოდ არ არის. ამავე დროს ერთი ანალოგი მაგრამ ადამიანს ვისაც ეგ პრობლემა აქვს ისედაც არანორმალურ ბრძოლაში ყოველდღიურად საკუთარ თავთან და კიდე დგას ან აქეთ მხარეს ან იქეთ მხარეს ამას მნიშვნელობა არ აქვს და ეს არის მართლა ძალიან ესეთი უხერხული და ცუდი მოწყვლადია იმიტომ რომ ადვილად დასაშანტაჟებელია იმიტომ რომ რამდენადაც კრიმინალიზებული არის მოხმარება ჩვენთან ამიტომ ეს ძალიან ადვილად საკონტროლო ჯგუფი გახდა და ეს მათი ტრაგედია არის. და კიდევ უფრო მეტად დასაცავები არიან ეს ადამიანები. ეს უკვე ისეთი რომ მოვიდა ადამიანების დაშანტაჟება და ყველანაირი მეთოდით შეიძლება ვერ ვიტყვით ცალკე ამის გამოყოფას, თუმცა მოწყვლადობას რაც შეეხება, იქ ბევრ სხვა კრიტერიუმში არის მოწყვლადი ეს ადამიანი. თუმცა მოწყვლადობა სხვადასხვა ჯგუფები არის, მოკლედ რა, მე მგონი გასაგებად ჩამოვღალიბე. კი, ნამდვილად და აბსოლუტურად გეტყვი. შემდეგში თუ სადმე მოხვდები და ეთერში ეგეთი რამე თქვა, პირდაპირ გეუნებით, მე აღარ შევიკავებთოს და იქვე შენიშნოს მოგცემთ, იმიტომ რომ იყო ერთხელ პრეცედენტი და უბრალოდ არაფერი არ თქვი, იმიტომ რომ ეთერის დასრულებას დაველოდე, რომ უბრალოდ რაღაცა დამეზუსტებინა, თუ რატო ამბობდა, იქნებ ადამიანი ხანდახან რაღაცა ეშლება. და კიდევ ერთი ანალოგი მინდა მოვიყვანო, რახან ეს ვახსენეთ, ანონიმური მომხმარებლები არის საქართველოში და ვიცით ეს 12 ნაბიჯი ძალიან ცნობილი ისეთი მეთოდია, აი რაზეა დაფუძნებული. თავის დროზე ამერიკაში ორი ადამიანი, რომელსაც სასმელთან დაკავშირებული ალკოჰოლთან პრობლემები ჰქონდათ, ერთმანეთზე ზრუნვით დაიწყო.
ანუ ორივენი ერთად როგორც იტყვიან საპოიში იყვნენ, შემდეგ ერთ-ერთი როცა გამოდიოდა, მეორის მენტორი ხდებოდა. ეს ამას პატრონობდა და როცა ამას უჭირდა, ის ამას პატრონობდა. და რაღაცნაირად იმხელა ეფექტი მოახდინა ამან და ისე შეცვალა ეს ადამიანები, რომ დღეს ალბათ მთელ სოფლიოში ეს ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, სარეაბილიტაციო ცენტრი და თქვა თერაპიული მუშაობა სწორედ ამ მიმართულებით. მოძრაობა. და რახან თქვენ თქვით, რომ გამოფიტვის დროს რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანები ას თქვენ თქვით, დღეს მე ვარ ხვალ შენ იქნები. ეხლა შენ ხარ დავარდნილი და შენ კარგავ იმეც, მე უფრო იმედიანად ვიქნები, რომ შენიც ამოვქაჩო. და პირიქით. ხო? აქედან გამომდინარე ძალიან კარგი ანალოგია და ამ გამოფიტვას პირველ რიგში აი ზუსტად მისულ ადამიანებთან, გინდა აქციაზე, გინდა ისე, გინდა აი ეს გულწრფელი გაზიარება ხანდახანდა მათგან მოცემული იმედი არის ალბათ ყველაზე ძვირფასი რამ და ზუსტად ეს ავსებს. ეს ერთიანობა არ არის სიტყვა, რომელიც უბრალოდ ჰაერიდან არის მოტანილი. ეს ერთიანობა მართლა ერთმანეთისთვის არის და არა მხოლოდ რაღაც ან ჩემთვის ან შენთვის. ასე რომ ხო, ალბათ აი ესე ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ ჩავიღოთ. ილო, რამდენიმე რამეს ვიტყვი, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცეები თქვით და ასოციაციები მაქვს მეც. უპირველეს ყოვლისა იმაზე ისე აი ბალანსის თემა რო გამოვიყენოთ, კი ბატონო, თუ ადამიანი არასწორად იქცევა, ჩვენ ალბათ აი ინგლისურად შეიმინგს უწოდებენ, ხო, შეიმინგის სტრატეგია და ძალიან გამართლებულია, რომ ვთქვათ პარლამენტარს, რომელიც იღებს კანონს აგენტზე და თვითონ ასე ვთქვათ დასავლეთში ქონება აქვს, იქ მიდის, იქ აჩენს შვილებს და ასე შემდეგ, რომ შეიმინგი გაუკეთო და დაარწყვინო და უთხრა რომ შენი სახარ ვინც აი ორმაგ თამაშს ეწევა. ამავე დროს თუ ჩვენ ეს შეიმინგი გავიხადეთ უნივერსალურ იარაღად და პანაცეად და მაგალითად მეტადონის პროგრამაში ჩართულ ადამიანს, რომელსაც აიძულეს რომ რაღაცა არასწორი გაეკეთებინა და ჩანტაჟის გზით და ჩააყენეს როგორც ზიმბარდოს ასე ვთქვათ ექსპერიმენტში ისეთ როლში, როცა მოუწია ცუდის აქციელის გაკეთება, ალბათ ჩვენ უნდა ერთმანეთი დავინდოთ და ეს არ უნდა იყოს, არ უნდა ვაქციოთ უნივერსალურ იარაღად, იმიტომ რომ ძალიან დამიზნებით უნდა იყოს გამოყენებული. ხო, მეორე, რაც შეეხება 12 ნაბიჯის მიდგომას, რახან ასეთი ასოციაცია მოვიდა, გარდა ურთიერთზრუნვისა, იქ დაიწყო გამოჯანსაღების პროცესი და ურთიერთდახმარების პროცესი პრობლემის აღიარებით. ანუ ადამიანმა თქვა რომ მე ნამდვილად მაქვს ეს პრობლემა. და აი დღეს რასაც პირველი ნაბიჯი ეს არის. და დღეს რასაც ვუყურებთ თქვათ ის არის რომ რეალობას საზოგადოების რაღაცა ნაწილმა დაუხუჭა თვალი და თავს იტყუებს, იყრუებს ხო და ალბათ ეს არის რომ სანამ არ ვაღიარებთ, მანამდე გამოსწორება არ იქნება. ესეც აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ხო და ურთიერთზრუნვა კიდე ნამდვილად არის გადაწვის პრევენციის საშუალება, გადაწვის თავიდან აცილების საშუალება, იმიტომ რომ უბრალოდ მე ეს ანალოგი უფრო ერთმანეთზე ზრუნვის ამბავში გამიჩნდა, ვიდრე თქვა იმითი რომ მე იმას კი არ მომფრო, ხა ვინც იქ გავართ რაღაცა ავად ვართ და განკურნება საჭიროებთ, მაგრამ ისე ზოგადად მთელი საზოგადოება ავად ვართ. გარკვეულ წილად ეს ვირუსი, რომელიც განსაკუთრებით რომელიც რუსეთიდან შემოვიდა, ეს არის ვირუსი. აი როგორც კოვიდი, როგორც რაღაცა, ისიც ეგეთია. უბრალოდ იქ სიმპტომები გაქვს ისეთი, რომ ხვდები და აქ ისეთი სიმპტომები, რომელიც შეიძლება ვერ გააცნობიერო. აქედან გამომდინარე, კი ბატონო, ზოგადად მთლიანად ქვეყანას პირველ რიგში ალბათ პირველი ნაბიჯი გვაქვს გასავლელი, შეიძლება ნაწილობრივ ეს გავლენიც გვაქვს და როცა ვსაუბრობთ ახალი საზოგადოების ჩამოყალიბებაზე და ახალი საქართველოს შექმნაზე, სწორედ ეს იგულისხმება. მოვა ეს დროს, როდესაც ჩვენ ყველანი გავხდებით უფრო უკეთესები, მაგრამ ეხლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ორი რამ, რომ პარალელურად ჩვენთან უკეთესები გავხდეთ, იმიტომ რომ სიტუაცია მოიტანა, ისე რომ სხვა გზა არ გვაქვს. მაგრამ ამავე დროს ეხლა რაც არის და ამ წამს რაც არის გასაკეთებელი, ისიც უნდა გაკეთდეს. ეხლა მაღალი სიცხე გვაქვს. ეხლა კრიზისია. კრიზისი ხო რა არის? გარდატეხის მომენტია, ორგანიზმი მთლიანად იბრძვის და შესაძლებელია ცვლილებები უკეთესობისკენ წავიდეს. სინამდვილეში ესეც ბალანსის საკითხია, იმიტომ რომ ზოგჯერ გინდა რომ წაიწუწუნო, რომ აი რაღაცა ვერ ხედავ რეზულტატს. ამდენი ხანი აგერის ხალხი ჯერ კიდე დაჭერილია და დღეს მაგალითად ბექა ყორშიას პოსტი ვიკითხე რომ ის კი არ უნდა ვიკითხოთ რამდენი დღეს, არამედ
ვინ და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს გახდა ჩვენი ყოველდღიურობა და ამ სიტუაციაში გვინდა ერთმანეთთან დავიწუწუნოთ, იმიტომ რომ ეს მძიმე რეალობაა, მაგრამ ახაც ბალანსი დავიცვათ და უიმედობაში არ გადავარდეთ. ან იმედიანობის თვალსაზრისით არარეალისტური იმედები არ შევუქმნათ ერთმანეთს. მოკლედ, ხო, აი იმას ვიტყოდი, რომ ძალიან ყოჩაღად ვუმკლავდებით, მაგრამ მაინც უნდა გვახსოვდეს, რომ ეხლა ეკვილიბრისტები ვართ ყველანი და გავდივართ აი იმ გადებულ თოქზე და ხო, მანდ-მაინც შეცდომების დაშვების ფუფუნება არ აგვაქვს ჩვენ ეხლა. ნამდვილად, თუმცა მე მაინც მგონია, რომ ეხლა მაგალითად მართლა რომ გავიდა 50 დღე, ისევ რომ რეალისტები ვიყოთ, ანუ უკვე რაღაც სამეგობროს ჯგუფებში არის, რომ ხან ერთი წაიქცევა, ხან ავად გახდება ვიღაც, გაცივდება, იმიტომ რომ უბრალოდ ყინავს გარეთ, ხან ვიღაცა დემორალიზებულია, ხან ის, ხან ეს და ბევრჯერ რაღაც მქონდა ასეთი დიალოგები ერთმანეთთან. ზოგჯერ ყოფილა რომ აი ბევრნი ვისხედით ერთად და რაღაც, მაგრამ საბოლოო ჯამში აი ჩემი გამოცდილებით ეხლა რასაც უყურებ, რაც ხდება, რაღაცა თითქოს ადამიანებმაც ეს შევამჩნია, ისწავლეს, რომ თვითონ რომ დემორალიზებულია და უიმედოა, რაღაცნაირად აღარ ელაპარაკებიან ამაზე სხვას. მშვიდდება, თვითონ ცოტა ხანი ისვენებს, აი რამდენიმე ჩემმა მეგობარმა ქნა ასე და მივხვდი რამ ხელა მნიშვნელობა აქვს ამას, რომ შენ რო ცუდად ხარ, უფრთხილდები სხვას, რომ იმას არ გადასდო შენი ცუდად ყოფნა. დაიძინე, რაღაცა დაისვენე, თუ ლაპარაკი გჭირდება, დაელაპარაკე და მე რაღაცნაირად მე რო ცუდად ვარ ამ დროისთვის შენ უკვე გამოძინებული და დასვენებული ხარ და შეგვიძლია რაღაცნაირად ერთმანეთს შევეშველოთ. თუმცა, აი მაგალითად ბევრჯერ შემიმჩნევია, რომ ხშირად ესეც რომ ვიღაცა რომ ძალიან უიმედოთ არის, ჭირდება მას რომ ვიღაცამ იმედი მისცეს, ვთქვათ იმ მომენტში და ხშირად ყოფილა რომ მოდის შენთან და შენც არ ხარ ეხა დიდად იმედით შეპყრობილი, მაგრამ რაღაცნაირად ასე ვამხნევებ და სულ აი ამ სცენებს რო უყურებ, მართლა რაღაცნაირად რაღაც მითში თუ ზღაპარში თუ რაღაც იგავარაკში თუ არის რაღაც უცნაურად რაღაც ჩვეულებრივ ეპოქაში თითქოს არ ვართ რა, რაღაც აი უცნაური გარემო არის ჩვენს ირგვლივ. საზოგადოება ძალიან რესურსულ მდგომარეობაშია სინამდვილეში, იმიტომ რომ მისია გვაქვს ახლა ქვეყნის და საზოგადოების გადარჩენის და თან ამის გააზრება რომ ამ ხელა მისიას ხარ ჩაჭიდებული, ცოტა საშიშიც არის რაღაც მომენტში, მაგრამ დიდი პასუხისმგებლობაა ძალიან, რა თქმა უნდა. არ ვიცი, ქალბატონ ჭანა, აი თუ გააქვთ ცოტა უცნაურ ამას გეკითხებით, ვიცი, მაგრამ ადამიანურად არა, რეცეპტებს არ გეკითხებით. ადამიანურად როგორც მოქალაქეს, არა როგორც ფსიქოლოგს და ამ დარგის სპეციალისტს, როგორც მოქალაქეს, როგორც ადამიანს, როგორც ქალს გეკითხებით, როგორც ქალი და ამ ქვეყნის მოქალაქე. აი ასეთ სიტუაციაში თუ აი თქვენ როგორ იქცევით ხოლმე, რომ აი ტყუილი იმედი არ გაუჩინო ვთქვათ ადამიანს, მაგრამ გაამხნევ, აი რამე რეკომენდაცია თუ მოგსვლიათ თავში აზრად მთელ ამ პროცესში, რომ აი როგორ უნდა შევუყუდოთ მხარი ერთმანეთს, მე და ჩემი მეგობრები ამას ვიძახით, რომ მხარის შემოყუდება მჭირდება ცოტა ხანი. ისევ ბალანსთან მივალთ მეჩვი. ხო, მე სულ ამას ვუყურებ ახლა. ეს 50 დღე თუ მანამდე ვთქვათ მაისის პროტესტი და ეს სულ ამის მოწმეები ვართ ჩვენ და მონაწილეები ვართ. ეს ისე კარგად მუშაობს ინტუიციურად ჩვენ საზოგადოებაში, ერთმანეთის მხარის შეყუდება, ერთად დგომა, მისიის გაცნობიერება, სოლიდარობა, ურთიერთდახმარება, ურთიერთზრუნვა, რეალობისკენ დაბრუნება, პატარა შემოლაწუნება, ხო, ზოგჯერ ხოლმე თვითკოვაში გადავდივართ ხოლმე და მე ესეც ხდება რომ ეხლა ზედმეტები უცებ შემოგვილაწუნებენ ხოლმე რომ მობრუნდით ეხლა რეალობისკენ და ეს ყველაფერი მუშაობს. ანუ მე ვიტყოდი რომ ეს იბზნე არის თქვენ სამეგობროში არის, მოკლედ ყველგან არის. კი, სოციალებში ვხედავთ ამას რეალურად, რაღაც ამას წინათ წავაწყდი Facebook ჯგუფიც კი არსებობს, ჩაენაცვლე თუ ჩაენაცვლე, აი ასეთი სახელით, იმიტომ რომ ხო იქაც რაღაცა მიდის მსგავს თემებზე დისკუსიები და ხო არ ვიცი, აი რაღაცნაირად რომ შევაჯამოთ იმისთვის, რომ ერთმანეთი გავამხნევოთ, აი რაღაც შეჯამებამდე უნდა. ერთადერთი მე რაც ბოლო დროს სულ ამაზე ვფიქრობ, რაღაც იყოს საუბრები, რომ აი ხალხი დაიღალა, აღარ დაადის თუ რაღაც. სინამდვილეში მე მგონია, რომ ეს რაღაცა კომპლექსი გაგვიჩინა ისევ ჩვენ მე ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ, რომ ახლა თუ 700,000 კაცი არ ხართ, მაშინ აზრი არ აქვს. სინამდვილეში ძალიან კარგად დავწმუნდით მარიამ სიჭინავას ერთი გოგოს წინააღმდეგობა ზუგდიდში რამხელა ძალა და მნიშვნელობა აქვს და ეს
ერთი უკომპრომისო და პრინციპული წინააღმდეგობა როგორ ახდენს იმათი სახის გამოჩენას და ყველაფრის ზემოთ ამოწევას და ცვლილებებს. როგორ იმ წუთშივე რადიკალურად იცვლება სურათი და იმ წუთშივე რაღაცა სხვა ადამიანებს უჩნდებათ სხვა мотивация რომ დაიცვან მეორე ადამიანი. ნამდვილად. აი იცით ეკა რომ დავაჯამო პრინციპში ისევ დავაჯამებ ფოთლის პრინციპით რომ არ ვიცით სად დაეცემა ფოთოლი, მაგრამ თავის ჭრილზე რომ ნამდვილად დაეცემა ეს მართალია. ანუ ჭრდილი უნდა ვეცებოთ, სად არის ჭრდილი? არა, ეს უბრალოდ მეტაფორული პრინციპია და მინდა თქვა რომ გადაწყვისგან და გადაღლისგან გვიცავს სამი რამე. ეს თვითონ მასლაჩის ზიმბარდოს ცოლის ასე ვთქვათ შემოტანილია და მე უამრავი მტკიცებულება დაგროვდა რომ ეს მუშაობს. ეს არის თვითგაცნობიერება, ვინ ვარ მე, სად დავდგევარ და რატომ ვდგევარ. ეს ჩვენ გვაქვს და ეს პერიოდულად უნდა ვაკეთოთ კიდევაც. ვინა ვარ, სად დავდგევარ და რატომ ვდგევარ, რისი გულისთვის ვდგევარ. ერთად რო ვდგევართ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თითქოს დარწმუნდე იმაში თუ რატო ხარ. რატო აკეთებ იმას, რასაც აკეთებ. მეორე ეს არის საკუთარ თავზე ზრუნვა და ურთიერთზრუნვა. ანუ საკუთარ თავზე ზრუნვა არ არის ფუფუნება. იმის მიუხედავად რომ ვიბრძვით, ძალიან მნიშვნელოვანია რომ საკუთარ თავზე ვიზრუნოთ, რომ ჩვენი ლიმიტები ვიცოდეთ და თუ ლიმიტს ვაჭარბებთ, პატარა შესვენება მივცეთ ჩვენ თავს. ჩვენ თავს შეღავათები პატარა მივცეთ, თუმცა ბრძოლა საკმაოდ მკაცრია. ყველას გვაქვს ბრალეულობის განცდა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ციხე-ციხეშია. ძალიან დიდი ბრალეულობის განცდა გვაქვს და აგერ ჩვენ გვაქვს მორალური მაგალითი, რომ მეგობარი ციხეშია და მე ციხესთან, ხო? ეს ადამიანი რომელიც იქ არის, ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ ეს მარათონია და სპრინტი არ არის, ჩვენ საკუთარ თავზე უნდა ვიზრუნოთ და ურთიერთზე უნდა ვიზრუნოთ და მესამე ბალანსი. აი ამ ყველაფრის ბალანსი, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, უნდა იყოს ახლა დაბალანსებული, იმიტომ რომ გავდივართ ძალიან, ასე ვთქვათ, დანის პირზე. დანის პირზე გავდივართ და ახლა ერთგვარი ეკვილიბრისტები ვართ საქართველოში, ქართული საზოგადოება და აი უნდა ერთმანეთს აი ამ ბალანსის დაცვაში დავეხმაროთ. მარტო ჩვენ კი არა, ქალბატონო ჯანა, New York Times-ედო თუ არ ვწდები, დიდი ყდა ესეთი, როდესაც ამერიკის, ანუ ჩვენი ისე ამერიკის თავისუფლების ქანდაკება როგორ დადის ძაბზე. ой, მე არ მინახია, როგორი სინქრონიზმია. აი როგორი აი მაშინ ჩვენი ქართლის დედა შეგვიძლია. დავაყენოთ. ხო და ანუ მართლაც რომ გავდივარ. ნამდვილად კი და მე მაინც ჯერა ყოველდღიურად აი რაღაცნაირად რომ უცებ იმედი გამიქრება, უცბად ყოველდღე ისეთი რამე ხდება, რომ იმ წუთშივე მიბრუნდება ეგ ძალა და мотивация და იმედი, რომ ამ ბალანსს ჩვენ აუცილებლად და ვიღაცა თუ იქით გადმოგქაჩავს, რაღაც მომენტში ვიღაცა აუცილებლად აქეთაც გადმოგქაჩავს და მე ჯერა იმის რომ ჩვენ აუცილებლად გავალთ ბოლომდე. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ჯანა. დავემშვიდობებით ქალბატონ ჯანას, გავალთ რამდენიმე წუთიან რეკლამაზე და ძალიან მალე დაგიბრუნდებით საინტერესო სტუმრებით და თემით, როგორც შეგპირდით, ესე რომ დაგველოდეთ. როგორც დაგპირდით, დავბრუნდით ძალიან მალე და მე წარვადგენ ჩვენ სტუმრებს, გურამ მაცხონაშვილი რეჟისორი და გიორგი ბურჯანაძე არის დღეს ასევე ჩვენი სტუმარი, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის სამართლებრივი მრჩეველი, თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს ჩვენი სტუმრები ხართ, გურამ მადლობა რომ ამ ურთულესი დღეების შემდეგ შეძელი და მოხვედი, ძალიან მიხარია შენი ნახვა, მართლა პირადად. და ხო, დღეს ვისაუბრებთ იმაზე, საერთოდ სადამდე არის ეს ჩვენი მოძალადე პოლიციური რეჟიმი მისული და მე მაინც მინდა რომ გურამ შენგან დავიწყო რომ ვიცი რომ ალბათ უკვე 1000 ჯერ მოყევი ეს ყველაფერი და ვიცი რომ უკვე ცოტა ცუდად ხარ ამ ყველაფრისგან, მაგრამ მაინც ჩვენს მაყურებელსაც მოკლედ რომ მოუყვე როგორ დაიწყო ეს და მე იზოლატორშიც რა მოხდა, იმიტომ რომ შენი Facebook სტატუსი ვნახეთ, ისედაც მანამდეც უფლებადამცველებმაც გაავრცელეს ეს ინფორმაცია რომ მაინც და მაინც მეგობრულად არ დაგხვდნენ იზოლატორშიც და ეს რომ მოუყვე ჩვენს მაყურებელსაც. მოგესალმებით.
პირველი რაც საუბრობთ უნდა ვთქვათ ერთ უნდა დავიწყო არის კონტექსტი და კონტექსტი იყო ის რომ ჩვენ ვცდილობთ პროტესტის კერა გადავიტანოთ გარეუბნისკენ რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხო რაც ძალიან მნიშვნელოვანი და დროული მგონია შეიძლება ცოტა დაგვიანებულიც და ამ განზრახვით წინა კვირას ვიყავით გლდანში ეხლა ვიყავით თემქაზე გლდანში იყო ძალიან ბევრი ადამიანი პროტესტანტი და ამიტომ ეს იყო ერთგვარი იმუნიტეტი პოლიციასთან საურთიერთოდ მაგრამ თემქაზე იყო გაცილებით ცოტა ადამიანი და ამან ძალიან გაუხსნათ ხელფეხი და პრინციპში წინა დღესაც ვაფრთხილებდით ჩემ მეგობრებს და მოკავშირეებს რომ რაოდენობა პირდაპირ პროპორციულად განსაზღვრავს მე მათ ქმედებებს ჩვენი რაოდენობა ხო არ იყო მთლად სასემონო ეპიზოდები მაგრამ მაინც ყველაფერს უფრო უყურებს საერთო ჭრილში და არა ინდივიდუალურად ამიტომ ისეთი შემთხვევები იყო იქამდე რომ ცოტა უხერხულიო ამზე ხაზგასმა და პედალირება მეტის დღეს სასამართლოზე თითქმის არ მილაპარაკი ამ ძალადობის ეპიზოდზე იმიტომ რომ ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა ნიღაბზე საუბარს იმიტომ რომ ეს ბევრად ღირებულია და ბევრად შინაარსობრივი ჩემთვის იმიტომ რომ ჩემი ყოფნა გარდა იმისა რომ გარეუბანზე მინდოდა ფოკუსის გადატანა ჩემ მოკავშირეებთან და მეგობრებთან ერთად იყო ის რომ ჩვენ უნდა გავაჩინოთ მაგალითები იმისა თუ როგორ არ ვემორჩილებით იმ კანონებს იმიტომ რომ დღეს სასამართლოზეც მოსამართლეს ამას ვეუბნებოდი რომ სიტყვა კანონი არ ნიშნავს ჩემთვის აპრიორი სწორს და მართალს მით უმეტეს არ ნიშნავს იმ კონტექსტში როცა ყავს დე-ფაქტო ხელისუფლება და მთელი საკანონმდებლო რაღაც ბაზა არის თავიდან მომდე მორგებული მათ სურვილებს. ამიტომ მნიშვნელოვანი მგონია რომ ის რაც გავაკეთეთ თემქაზე და ეს ჩემამდე გააკეთეს ქალმა აქტივისტებმა, იმიტომ რომ პირველი მცდელობა ჰქონდათ მათთან კომუნიკაციის შესulis პოლიციელებს. მათთან ჩაერემ მშვიდობიანად ყოველთვის დაჭერებს თავიდან ადგილი არ ქონია. მე დაიძრნენ უკვე ჩემკენ და ზუსტად ვიცოდი რა მისიით მოდიოდნენ, იმიტომ რომ ძალიან საქმიანად გამოემართნენ კონკრეტულად ჩემკენ და მე არ გამიწევია წინააღმდეგობა პრინციპში დაკავების მომენტში და ეს ჩოჩქოლი ატყდა იმიტომ რომ როგორც ხდება ხოლმე მოკავშირეებს არ უნდათ ჩემი გატანება და ხო ის საავადმყოფოს ეპიზოდი იყო განყოფილებაში ზუსტად არ მახსოვს რამდენი ხანი გრძელდებოდა მაგრამ არც აქ არსებითი მნიშვნელობა უბრალოდ გაღიზიანება გამოიწვია იმან რომ არ მქონდა ტელეფონი თან და ხო ამაზე აშკარად მივხვდი რომ ძალიან ისეთი მადაღსრულები იყვნენ რომ გაიჭრიკა ჩემი ტელეფონი მე არ მახსოვს რაღაც დაუჯერებელი სისწრაფით ვიცვლიდი ამ ახალჩინოსნებს იმიტომ რომ ვიღაცები გადიოდნენ ვიღაცები შემოდიოდნენ ერთ და იგივე კითხვებს მისვამდნენ ერთ და იგივე მოთხოვნებს მიყენებდნენ ხო არ ვიცი ჩემს მან დაკავების მომენტშიც მაგ ძალადობაზე მნიშვნელოვანი იყო ის რაღაც სოლიდარობის აქტი იმიტომ რომ ძალიან აი ეგრე არა როცა ერთთან რაღაცას ცდილობს რეჟიმი, სოკოები, სხვა მოკავშირეები და პროტესტანტები წამოიზრდებიან ხოლმე არსაიდან და ეს ძალიან აბნევს რეჟიმს და ძალიან ასუსტებს და ჩვენ თავის მხრივ ძალიან გვაძლიერებს. ამიტომ მე იქ ბევრად მნიშვნელოვანი მგონია, ჩემთვის უფრო საინტერესოა და არ ვიცი, აქვე ვიტყოდი რომ შემდეგ მარშებზე, რომელიც მედიაში ჩუქდება ხოლმე და ანონსდება წინასწარ თუ მეტნი ვიქნებით, უფრო დაცულები ვიქნებით მსგავსი შემთხვევაში. ნამდვილად და ძალიან მნიშვნელოვანია რომ მართლა რუსთაველსაც გაცდეს, იმიტომ რომ ხო რავი ქალაქში ცხოვრობს ხალხი და იმათაც აწუხებთ ეგ პრობლემები და კიდევ უფრო მეტად აწუხებთ. თუ ნახავთ ადგილობრივების განწყობებს და უკავშირს კიდევ უფრო დარწმუნებით ამის, იმიტომ თავიდან ჩვენც გქონდა ეგ პესიმისტური დაშვებები, იქნებ არაფრის მომტანი არ იყოს ეს და იქნებ იყოს იქედან გაღიზიანება, იყოს ადგილობრივებისგან ძალადობა, დაპირისპირება. და ბოლოს ვიღაცისგან წახალისებული პროვოკაციები და რაღაც საერთოდ თუმცა ეს ასე არ არის. და პირი. მართლა გაუგნებული ვარ გლდანითაც და თემქითაც, იმიტომ რომ გულწრფელად რო გითხრა, თავიდან არის ოდნავი დაბნეულობა, იმიტომ რომ ამ ადამიანებს არ აქვთ გამოცდილება საკუთარ ტერიტორიებზე პროტესტი აკითხავდეს თვითონ. და პირველად ალბათ იღებენ ესეთ სოციალურ ვალიდაციას, რომ ისინი არიან ისეთი მნიშვნელოვანი მოქალაქეები ჩვენთვის, რომ ანუ უხერხულიც კი ამაზე ლაპარაკი, ხო, მაგრამ იმდენად თავკომბალა სისტემაა შექმნილი პოლიტიკური და სოციალური, რომ ამის ახსნა გვიწევს და ხო, ამ უხერხულობას გადაბიჯება, მაგრამ ცხადია არავის რაღაც უპირატესი არავინ უპირატესი მოქალაქე არ არის არავისთან შედარებით, მაგრამ ეს თავკომბალა როგორ უნდა დავახვიოს და მოკლე რეპლიკით ვიტყვი, იმდენად ვწმუნდებით ამის მნიშვნელობაში და იმაში, რომ ეს ძალიან კარგად მუშაობს ადამიანებზე, რომ
ეხლა გაორმაგებული შემართებით ვაპირებთ სხვა გარეგნებში იგივე სისტემის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შემოგიერთება, თუმცა აუცილებლად მინდა აღვნიშნო აქვე მარიამ სიჭინავას წინააღმდეგობა, აი როგორი ესეთი პრინციპული და კონსისტენტური და აი რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის მაგალითი იყო, რომ თქვი რომ აი ნიღაბს ისევ აუცილებლად გავიკეთებ, იმიტომ რომ რეალური წინააღმდეგობა ეს არის. მან ჩვენც კარგად დავინახეთ თუ როგორ მართლა ეშინიათ მსგავსი წინააღმდეგობის, რომ ეს კანონი მე არ ვცნობ. ხო, მარიამს ვახსენებთ, მნიშვნელოვანია რომ კერენიც ვახსენოთ ხოლმე, იმიტომ რომ ისინი წყვილში ცდილობდნენ და ხან ფოიერვერკებს ისროდნენ, ხან ნიღაბი ეკეთათ და არ ჩერდებოდნენ და ჯარიმებს არიხდიან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქში, სადაც აი ერთი ადამიანი ხან ერთი, ხან მეორე, აი ესე მარტო გამოდიოდნენ პოლიციის შენობის წინ უშიშრად და პრინციპულად, რაც ჩემთვისაც პირადად აი მართლა უდიდესი მაგალითია და სულ ვამბობ ამას, რომ არის ადგილები, სადაც როგორც ჩვენ თქვი, ბევრნი როცა ვართ პოლიცია უძლური ხდება, მაგრამ ერთი ადამიანის პროტესტსაც, როცა ის არის პრინციპული და ხმამაღალი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა. ეს არის წინააღმდეგობა, რომელსაც ანუ ვერაფერს ვერ უშვებიან. ადამიანი არის წინააღმდეგ რაღაცის და შენ რაც არ უნდა გააკეთო, ჩასვა გამოვა და ანუ არ ნებდება და ეს რაღაცნაირი მაგალითი არის თითქოს და არა მარტო ჩემთვის თქვა ნებისმიერი ცოტათი დემორალიზებული ადამიანისთვისაც რომ ფიქრობს რომ რა აზრი აქვს სინამდვილეში აქვს ყველაფერს ყოველთვის ყველანაირ წინააღმდეგობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და აზრი აუცილებლად. რა თქმა უნდა და ისე სხვათა შორის აჩიკო არველაძის გამახსენა კიდევ ერთხელ მინდა უბრალოდ გავიხსენო ის ეპიზოდი, როდესაც აქციაზე იყო მოსული და იქ თქვა ძალიან ისეთი გულწრფელი აცრემლიანებული თვალებით, რომ შურსოა იმ ახალგაზრდების რა, იმიტომ რომ მართლა იცით რა არის ჩემი თაობის წარმომადგენლებს ახლა ისეთ მთელი 90 წლები იმდენი რამე ყო გადატანილი შეიძლება ცუდიც არის რაღაცა იმუნიტეტი გაქვს რაღაც საკითხებთან დაკავშირებით და შეიძლება ნაკლებად შფოთდები, ანუ განაშენში პროტესტი არ არის და განამ ზაფრად არ გამოხატავ, მაგრამ არის რაღაც საკითხები, როდესაც ეს უკვე ნანახი გაქვს. ხო ხტები და უკვე ცოტა სხვანაირად მოქმედებ ამ დროს. გიორგი, შენთან მინდა კითხვით გადმოვიდე. ესეც ხა რეალურად რაღაცა ინტროსავით გამომივიდა შენ კითხვასთან. ძალიან ბევრი, მე გეტყვი ჩემზე რა მიმოქმედა ყველაზე მეტად აქციებზე რო ვიყავი და ჭავლის მანქანასთან რო ვიღაცა მეგოფონით აგინებდა ადამიანებს. აი თან რაღაცა იგინებაც ხო და გინებაც რაღაცა, ანუ აი 5 სართულიანი, 10 სართულიანი. მე გავარკვიე რომ თურმე ეგეთი მეთოდი იყო გამოყენებული ბელორუსიაში, ანუ ეს იქიდან დაიწყო. და ეხლა ჩვენ საუბრობთ წინასტუმართან ერთად რა მეთოდებს იყენებს აქ ხო თქვა ქართული ოცნება ეს ხო არ არის მათი მოგონილი არა ეს უკვე რაღაც აპრობირებული მეთოდებია ფორმულებია უბრალოდ ხო სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა კულტურა სხვადასხვა რელიგია და თქვა რაღაცნაირად მე ამას არგებენ ასე თქვა რა ჩვენთან რა მასშტაბებიც მიიღო აი როგორ უნდა გაუძლოს მანამდე ამას ვლაპარაკობდით მოქალაქემ როდესაც ხედავს რომ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები როგორც მინიმუმ რაღაცა გარკვეული პოლიციელები საკუთარ თავს არ ეკუთვნიან, იმიტომ რომ ბრძანება რო არ ჩაერიოთ და როგორც მაქსიმუმ ხედავთ და ნახით რაც ხდებოდა, ხო? იგივე კურამ რო გავასებზოთ და რა მოთulis ახლა რომ დავიწყო, ალბათ დიდი პერგამენტი უნდა დავიჭირო, რომ ეს პერგამენტი სულ უფრო და უფრო დიდი ხდება. როგორ შეიძლება რომ რა არის აი ამ პირობითად ვირუსი რო დავარქვათ, ამის ანტივირუსი და თუ არსებობს ბრძოლის მეთოდები, რომელსაც იყენებს თქვა ხელისუფლება და სხვადასხვა ქვეყნის ავტორიტარი ხელისუფლება ჩვენ ხალხის ბრძოლამ რა გამოცდილება მოგცა სამყაროში, აი თუნდაც ამ ჰიბრიდული ომი, თუნდაც ბოლო 30 წლის განმავლობაში. და სხვადასხვა ქვეყნიდან თუ შეიძლება რა იმ გამოცდილების აღება, თუნდაც ამ დროს ესე როგორ უნდა იმოქმედო, ან თუნდაც როგორ მენტალურად როგორ გადარჩა. და იბრძოლო რაც თავარია. მადლობა კითხვისთვის. კეთილი იყო ჩემი ფეხი თქვენ გადაცემაში პირველად ვარ. ხშირი მაყურებელი ვარ ხოლმე თქვენი გადაცემის. ძალიან სასიამოვნოა ყოფნა და მადლობა ამ კითხვისთვის. ბელორუსიის მაგალითი რომ მოიყვანეთ, რაც ჩვენ ნახეთ 28 ნოემბრიდან, აი ყველა უკანონობები ასე შემდეგ ძალიან ბევრ რამეში გავს ეს საპოლიციო ძალების მიერ გამოყენებული უკანონობები, სისტემური წამება, ძალადობა, არადომენური მოყრობა არის ის, რაც 5 წლის წინ, 4 წლის წინ ბელორუსიაში განმეორდა. რაც მეთოდები ქონათ გამოყენებული, სპეციალური ტექნიკები, გამოშიგნული ფურგონები, სადაც ადამიანები შეყავდათ საწამებლად, სადაც სისხლის გუბეები იდგა, სადაც შედიოდნენ მორიგეობით, ჯალათები და ადამიანებს ურტყავდნენ, აწამებდნენ, იყენებდნენ სხვადასხვა მუქარებს. უამრავი სხვა საშუალებები, რაც გულისხმობს ერთ ადამიანს, როგორ ესხმის, ისე როცა მასგან საფრთხე არ მომდინარეობს, სპეციალური გარკვეული ხელზე წამოსაცმელი ხელთათმანები, რომელიც დარტყმის სიძლიერეს აძლიერებს, სხვადასხვა ტექნიკა და საშუალება, რაც გულისხმობს
ნიშნავს იმას, რომ ადამიანი უმოწყალოდ უნდა ცემო და ყველაზე მნიშვნელოვანი. აი, ნაწილობრივ თქვენ მეორე კითხვასაც სამცილო პასუხს, ეს არის სრულიად შეფუთული ადამიანები, რომელსაც ვერ გაარკვევ, აი, მშობელიო და ოჯახის წევრი ვერ იცნობს, ისე შეფუთული ამ ნიღაბში და სხვადასხვა ეკიპირებაში. ადამიანებს აქვს სრული კარტ-ბლანში ქონდათ მიცემული ამ პოლიციის ფორმაში ჩაცმულ ადამიანებს, მე მათ პოლიციელებს ვერ ვეძახი, რომ რაც უნდათ ის გაეკეთებინათ. სრული ბოროტების ჩადენის თავისუფლება ქონდათ და ამის გამრკვევი ეს ვინ იყო ასე შემდეგ თითქმის არ არსებობს. ამიტომ ყველაზე მარტივად იდენტიფიცირებადი ნიშანი, მარტივად რიცხვი, რამე იეროგლიფი, ეს არის ალბათ ყველაზე მარტივი საპოლიციო ძალებისთვის. ნახეთ დასავლეთში, საფრანგეთში, ევროპის ქვეყნებში, ინგლისში, უამრავ ქვეყანაში იყენებენ ძალებს, მაგრამ პოლიციას აქვს შესაბამისი ნიშანი. მეტი ეს ძალა ნიშნავს მეტ პასუხისმგებლობას. იქ შეიძლება გამოიყენო აქციის დროს, ვიღაცამ შეიძლება ძალის გამოყენების საჭიროება დადგეს, მაგრამ პოლიციელის ფორმაში ჩაცმულ ადამიანს უნდა კონდეს განცდა იმის, რომ რაღაცას თუ გადაამეტებს, მას ამისთვის პასუხისმგებლობა მოყვება. აი აქ ეს იყო წმინდა ბელორუსული, თავისი სისასტიკით, ბოროტებით, წამების მასშტაბით, საქართველოში მართლა უპრეცედენტო ეგეთი რამე არ ყოფილა. რა არ გვინახავს? აი ეს გინებაც კი კარგი მაგალითია, წარმოიდგინეთ საპოლიციო რუპორით, პოლიციელები, ვითომ პოლიციელები, როგორ შეიძლება ამას პოლიციელი დაუძახო, იდგენ და ილანძღებოდნენ, აგინებდნენ ბავშვის ხელა ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებდნენ, რომელიც თუ კანონდარღვევია დაიჭირე, გამოიყენე ღონისძიება, რა გაახარა, როგორ შეიძლება სახელმწიფოს წარმომადგენლის მიმართ გააჩინო რამე პატივისცემა, ბავშვს როგორ შეიძლება პოლიციისადმი გაუჩნდეს, ესე ვთქვათ, რამე ემპათია განცდა, რომ დაემორჩილოს კანონს ასე შემდეგ. ანუ ესეთი ადამიანები პირველები არიან სახელმწიფოს იდეის მტრები. რაღაცა ჩეჩნეთის მსგავსი, ბელორუსიის მსგავსი, რუსეთის მსგავსი, აი სუფთა ფურცლის გამო დაჭერილი ადამიანები გვახსოვს ასე შემდეგ. აი ყველაფერი ეს ცუდი და სასიზღრობა, რაც ჩვენ გვინახავს საბჭოთა კავშირის, ესე ვთქვათ, ნანგრევებზე აღმოცენებულ რუსეთში, ბელორუსიაში და სხვა ესე ვთქვათ ამ ტიპის ქვეყნებში, ყველაფერი ვნახეთ ამ ბოლო ესე ვთქვათ 2 თვის განმავლობაში. მე გაგრძელებული ეგრეთ წოდებული ტიტუშკები, ღამე დადიოდნენ, თქვენ კოლეგებს თავს ესხმოდნენ, ხალხს ცემდნენ. მე ეს თქვენ საუბრობდით კანონზე. ეს ეგრეთ წოდებული კანონი მიღებული არის 3 დღეში. კანონებზე ალბათ ყოველს გაუგია ჩვენ არაიურის მაყურებელსაც, რომ აქ მოსმენები, რამდენიმე დღე იხილავე, რამდენიმე კვირა, რამდენიმე თვე, რატო? იმიტომ რომ ვიღაცებმა პოზიციები წარადგინონ. 3 დღეშია მიღებული ეს ვითომ ეგრეთ წოდებული კანონები. დაჩქარებულად არავის აზრი არ მოისმინეს, გაზარდეს სანქციები, შემოიღეს უაზრო შეზღუდვები. აი სიცივია დღეს ქარში ვიდექით აქციაზე. ხო შეიძლება ადამიანმა შარფი აიფარო, სახი არ გაგეყინოს. ტექნიკურად იმ კანონის დამკვები გამოდიხარ, იმიტომ რომ სახე გაქვს დაფარული, თუ კი შარფს იფარებ, იმიტომ რომ გცივა. აი სრულ აბსურდამდე დასული რეგულაციები, ოღონდ რაღაც მარტო, იმიტომ რომ ძალა აჩვენო და ვითომ ძლიერი ხარ და ყველაფერი გაგდის ასე შედა. ეს გასაგებია, ეს ძალა აჩვენა და ესეც ვიცით, ხედავთ ისედაც ცხოვრობთ ამაში ყველანი ძალიან კარგად და ვიცით რომ ბელორუსიაში გაიმარჯვა ამ რეჟიმმა და ეს პროტესტი რაღაცნაირად ჩაახშო და ეხლა ცხოვრობენ იმაში, რაშიც ცხოვრობენ. თქვენთან მაქვს ასეთი შეკითხვა, რომ აი მაგალითად გასაგებია, რომ ეხლა კონკრეტული გაწერილი გეგმა და რეცეპტი არავის არ აქვს ამ სიტუაციაში, როდესაც ასეთი ძალადობრივი სისტემური, კარგად დამუშავებული სისტემა შენს წინააღმდეგ იბრძვის და შენ ხელში არ არის ეს რაღაცა აქედან რაღაც ასევე სისტემი თუ ერე წინააღმდეგები ძალიან რთულია, არათანაბარი ბრძოლის პირობებია. ისიც გასაგებია, რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლე, ერთიანობა, თუმცა ყოველდღიურად ხედავთ, რომ რთულია, იმიტომ რომ ჯარიმები არის საკმაოდ მაღალი, იმიტომ რომ ადამიანები ციხეში სხედან, იმიტომ რომ უკვე ვინც ციხეში სხედან შვილები ტირიან, ან მშობლები ტირიან ენად, ანუ არ არის ეს მარტივი ყოველდღიურობა. როგორ შეგვიძლია რომ ვებრძოლოთ? გასაგებია რომ ამ კითხვაზე რაღაცნაირი ესეთი კონკრეტული პასუხი არის, თუმცა მე როგორც უფლება დამცველისთვის თქვენთვის მინდოდა ასეთი კითხვის დასმა. მაგალითად გურამმა თქვა რომ იმიტომ რომ ისეთი ამბები მომხდარა, რომ დიდად არ სიამოვნებს და არ უნდა იმაზე საუბარი თუ როგორ მოექცნენ და დაკავების შემდეგ ძალადობები. გვაქვს თუ არა ჩვენ
ადამიანებს იმის რაიმე ბერკეტი რომ ვთქვათ, აი ასეთი დაკავების დროს, ან რა უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ისინი რამე დარღვევებს ჩადიან, შეგვიძლია თუ არა რომ რამე გავაკეთოთ, არ ვიცი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დავუკავშირდეთ, აქვს თუ არა ამ ქმედებებს აზრი, ანუ შეგვიძლია თუ არა ჩვენ რამე გავაკეთოთ, გასაგებია რომ დღეს ამ სასამართლოში ზედმეტია სამართლის პოვნაზე საუბარი, ეს გასაგები ამას ყველანი ვხედავთ. თუმცა რაღაც გზები, ანუ რამე გამოცდილებები იქნება არსებობს და რაღაც გზები იმისათვის, რომ დღეს შეიძლება კონკრეტულ სასამართლო პროცესზე სამართალი ვერ ვიპოვო, მაგრამ მილიონი საჩივარი თუ შევა, ამან შეიძლება რაღაც X სისტემური შეფერხება გამოიწვიოს. აი არ ვიცი, ამიტომ მაქვს თქვენთან ეს კითხვა, რომ ამაზე სულ ვფიქრობ, რომ რა შეგვიძლია ჩვენ აი იმ სისტემას, რომ აქედან თქვათ რაღაც ეგრეთ წოდებულ სისტემურად დავუპირისპიროთ, გარდა იმისა, რომ პროტესტში და წინააღმდეგობაში ვიყოთ სულ. თქვენ მიახსენეთ, რომ რთული კითხვაა და მეც დაგეთანხმებით. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი დაკავებისას არის, რომ ყველა მაქსიმალურად შევძლოთ, რომ მეტი რამე დავადოკუმენტიროთ. მეტი ინფორმაცია გქონდეს, მეტი მტკიცებულება გქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე არაფრის მომცემი ინსტიტუტია ამ შემთხვევაში სპეციალური საგამოძიებო სამსახური, იქაც დავრეკოთ ახლდამცველთან იურისტების ცხელი ხაზის ნომერი არსებობს. ჩვენ რასაც ვცდილობთ არის რომ მაქსიმალურად ყველა დაკავებულს შესაძლებელია ადვოკატებით უზრუნველყოთ რომ ადამიანებს რაც კი შესაძლებელია მალევე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა არსებობდეს. ჩვენ სასამართლოში შეუძლებელია, რა ვიცი, რაღაც ხილული სასწაული უნდა მოხდეს მართლა ისეთი რაღაც რელიგიური და მეტაფიზიკით ახსნილი, რომ იქ რამე შეიძლება გამართლების შანსი იყოს, მაგრამ ეს დაგროვილი საქმეები შეიძლება ამ შემთხვევაში იყოს მერე და მერე განხილული. აი მაგალითად თებერვალში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იხილავს 20 ივნისის დარბევის საქმეებს ასე შემდეგ, რომელიც დიდ პალატაში იხილება უკვე მეორე ინსტანციით. ამიტომ ნელადადი სამართალი ზოგჯერ მარა დადის და ამ შედეგამდე შეიძლება მივიდეთ. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის რაც შესაძლებელია მეტი დავადოკუმენტიროთ. აი ამ საშინელ დღეებში, პროტესტის პირველ დღეებში თქვენი კოლეგები, ჟურნალისტები იყვნენ ის ადამიანები, რომელმაც ძალიან ბევრი რამე შეძლეს. ის ვიზუალური მასალა რო არ გქონდეს, როგორც ცემენ ადამიანებს. ეს არის ის რაც საბოლოო ჯამში აი მართლა უმეტესობა მათგანი აი წინაღის და დამცავის საშუალების გარეშე იდგა იმ საშინელ, ესე ვთქვათ, აი ყველა რო ახველებდით საშინელ გასში და იქ იდგნენ ოპერატორები, ჟურნალისტები იღებდნენ ამ კადრებს. ეს ეხმარება ბევრ ამის იმაში. დღეს გვყავს მაგალითად ხელისუფალი, რომელიც არის დასანქცირებული. დასანქცირებული არის იმ სანქციებით, რითაც არიან რუსეთის ხელისუფლებები, წარმომადგენლები მაგნიტსკის სიაში არიან. ამიტომ ეს არის ერთ-ერთი დიდი მიღწევა ჩვენი იმის, იმ დიდი დოკუმენტირებების, იმ ყველაფრის ასე შემდეგ და დასანქცირებული ადამიანები პირველი რასაც იძახიან ხოლმე, რომ ეს რა სანქცია, ეს რა შემაშენებს ასე შემდეგ, მაგრამ ერწყმუნეთ ეს შედეგს მოგცემს და შეიძლება ნელა მივდივართ, მაგრამ ესეც შედეგს მოგცემს. ამიტომ სანქციები იქნება, საერთაშორისო დავის პერსპექტივები, საერთაშორისო მექანიზმები, ეს ბევრ რაღაცაში ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ რაც შესაძლებელია გავაკეთოთ, რომ მერე არ გქონდეს ნეტა ეს გავუკეთებინა ასე შემდეგ და ერთ დღესაც ამ შედეგს დარწმუნებული რა უცებად მივახცევთ. უფრო კონკრეტული პასუხის თქმა მინდა რომ შემეძლოს, მაგრამ არ არსებობს ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ ალბათ რაც ყველაფერ ამას გამოარჩევს არის ის, რომ ალბათ ყველა დარწმუნებული ვართ, რომ მართლები ვართ. არაფერი არ დაგვიშავებია, ჩვენ კონსტიტუციურ უფლებას ვახორციელებდით და ამის გამო ვიღაცა კრიმინალმა, პოლიციის ფორმაში ჩაცმულ კრიმინალებმა ჩაიდინეს უამრავი დანაშაული ასე შემდეგ და დღემდე აგრძელებენ სხვადასხვა დანაშაულების ჩადენას უაზრო რეგულაციების აღსრულებაზე, უაზრო წესებით და იმ დარღვევებით, რომელიც არის ამას მაქსიმალურად ყველა შესაძლო ფორმით უნდა ვებრძოლოთ, მეტი სოლიდარობა, თუნდაც აი ფონდების შექმნა, იქ თანხის ჩარიცხვა, ჯარიმების მაქსიმალურად გადანაწილება, ამაზე სოლიდარულ ტვირთად ამისაღება, ალბათ ეს არის ის, რაც მოქალაქეებმა ერთობლივად შეგვიძლია გავაკეთოთ. და ისანამ ახლა მაქსიმალურად დადოკუმენტირება ჩვენი სიმართლის. აბსოლუტურად. რომ ჩვენ ვართ მართლები, კი, ეს ნამდვილად. სანამ გურამთან გადავალ, უბრალოდ მეც კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო თუ რამ ხელარისკების და ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად ფაქტიურად ჟურნალისტებმა, ჩვენმა კოლეგებმა მოახერხეს აი ზუსტად ეს დოკუმენტირება. სხვა ყველაფერს თავი გავანებოთ და რა თქმა უნდა ქება მათ და აი რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობა ამისათვის და საოცრად გამბედავი ხალხი. ეხლა რაც შეეხება გურამთა სანამ გადმოვალ, უბრალოდ კიდევ ერთ რამეს ვიტყვი, თქვენ ბელორუსია ახსენეთ და ბელორუსიაში თუ ვწდები უბრალოდ მინდა რომ დააზუსტო, იმიტომ რომ შეიძლება არასწორად მახსოვდეს, როგორც მახსოვს მე ნახე კარტი და ეგეთი ინფოიდო, რომ ცნობილი გამონათქვამი ჯერ ლუკაშენკოსი, რომ ეგეთ ქვია გეობას დიქტატორობა ჯობია და თუ გახსოვთ აქაც იყო ეგეთი შემთხვევა, როდესაც თუ არ ვწდები მარიამ გაფრინდაშვილმა გითხრა ხარებას, რომ რუსეთს აბარებთ ქვეყანასო და ხარებას პასუხი იყო არა ბიჭო, აბა ეხა იდარასტებს ჩავაბარეთ თუ რაღაც ბოდიში ამ სიტყვისთვის უბრალოდ ციტილებას ვახდე. იქაც
ლუკაშენკომ თქვა ეგრო ეგეთ იმას ესეთი დიქტატორობა ჯობია და ეხლა გავრცელდა ინფორმაცია რომ ბელორუსიაში უკვე კანონის დონეზეა მიღებული როდესაც ოპოზიციურად განწყობილი თუ ადამიანი მათი შვილები შეუძლიათ რომ ასე ვთქვათ ჩამოართვან ესია ხო მარტო ეს განწყობაზე დამოკიდებული არ არის უბრალოდ ეს ხალხი ხალხი რომლებიც ქვეყნიდან გასულია და დისტანციურად რაღაცა მოქმედებს ხო ამიტომ აქამდე არ შეეძლოს მაგალითად უძრავი ქონების გაყიდვა იმიტომ რომ ადგილზე არ იყვნენ უამრავ ესეთ ბარიერს უქმნიან ისინი ხო ანუ მე იმას უსვავ ხას თუ რა მარაზმამდე შეიძლება მიხვიდე და აი იმ ხალხის გასაგონად რომლებიცაც თქვა ეხლა დიდი ტრაგედია თუ დიდი არაფერიც არ ხდება ამბობენ სულ ვეკითხები ხოლმე რომ რა არის წითელი ხაზი აი რა არის წითელი ხაზი თუმცა ამაზე სხვა დროსაც ვისაუბრეთ ახლა უბრალოდ ბურონთან მინდა გადავიდე შეთქვი ძალიან საინტერესო რამე და ვისურვებდი რომ მეტი პოლიტიკოსი აცნობიერებდეს იმას რომ რაღაც ნაბიჯები თუნდაც დაგვიანებულია თუმცა ეხლა ბრძოლაში ვართ არის უამრავი თემა რომელიც შეიძლება გამოგვეპაროს და ამიტომაც ერთად დგომა ძალიან მნიშვნელოვანია და თუნდაც რაც შენ თქვი ეხლა ამ თემის გაგრძელება მინდა შენ თქვი რომ გარეუბნებში ხალხი არ არის შეჩვეული რომ თვითონ პროტესტი მიდის იქ ხო რა არის კიდე რას ფიქრობ ისეთი რაც შეიძლება თქვათ ცოტა დაგვიანებულიც არის და გასაკეთებელია. რა შეიძლება ისეთი თუ იცი რაც შეიძლება აქამდე გამოგვეპარა და როგორც ეხლა თქვი, რომ ეს შეიძლება დაგვიანებულია, რას ისურვებდი, რა არის ისეთი რამე, რაზეც როგორც ცნობილი გამონათქვამი რომ როდის უნდა გავაკეთოთ გუშინ, ანუ ძალიან სასწრაფოა. რა არის ისეთი, რასაც კიდე ფიქრობ რაც შეიძლება გამოგვეპარა და ხომ უნდა გავაკეთოთ. ხო, მაგ თემასთან დაკავშირებით დავაზუსტებ, რომ მან ვექტორია უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ვთქვათ გეოგრაფიული არეალები, იმიტომ რომ მარტო თბილისი არ ვრცელდება და იგივე მნიშვნელობის არის რეგიონები. შეიძლება კიდევ უფრო სასწრაფო და გადაუდებელიც, იმიტომ რომ რეგიონები პრინციპში ახსენდებათ, ან სრულფას რომ არც ახსენდებათ წინასაარჩევნო პერიოდში ხოლმე და ეგ არის ალბათ პირველ რიგში შესაძლებელი, რომ ქართულ პოლიტიკურ რეალობაში პოლიტიკის კეთება გონიათ მხოლოდ ის სამი თვე, როცა არის წინასაარჩევნო ათვლა დაწყებული. და სინამდვილეში მთელი 4 წლიანი ციკლი არჩევნებიდან არჩევნებამდე ყოველდღიური რუტინული სამსახური არის პოლიტიკა, ის როგორც თქვენ დადიხართ და ჩვენ დავდივართ სამსახურებში დილიდან საღამომდე. ესეთი full time job არის პოლიტიკაც და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფრო კულტურული პრობლემა მგონია ვიდრე ვთქვათ პოლიტიკური, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ეხლა ეს დრო გამოიყენონ პოლიტიკურმა კლასმა მაგისტვის, იმიტომ რომ თუ დავაკვირდებით სანამ ამ პროცესებში ხა სანამ დომინირებს ხალხი და სოციალური ჯგუფები, ბევრი დრო გამოუთავისუფლდა ძალიან ფიქრისთვის და მოქმედებისთვის პოლიტიკურ წრეებს. არ ვარ დარწმუნებული რომ რაიმეში იყენებენ სასარგებლოში, მაგრამ იმედი მინდა დავიტოვო, რომ ამ დროს მაინც იყენებენ იმისთვის, რომ გადაიეზრონ რა იყო 26 ოქტომბერი, რა იყო 26 ოქტომბრამდე არასწორი მოლოდინები და ზოგადად მგონია რომ აი ერთ-ერთ კითხვაში იყო როგორ შეიძლება შევინარჩუნოთ ზუსტ ციტირება არ არის, მაგრამ ეს გამძლეობა პროტესტში და თანმიმდევრობა, ხო? მე მგონია პირველ რიგში ამის რეცეპტი თუ შეიძლება არსებობდეს, ეს არის მოლოდინების სწორი მართვა. აბსოლუტურად. რასაც ძალიან ხელს უშლიან პოლიტიკოსები, იმიტომ რომ კი გასაგებია რომ უფრო ეფექტურია რომ რაღაცაზე იყვირო და უფრო გააბუქო. არაფრისგან ბუღი დააყენო. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არის ძალიან წამგებიანი. ხო, იწვევს ნიჰილიზმს მერე და იმედგაცრუებას ისეც რომ მერე აღარაფრის мотиваცია აღარ გაგცნობს. და მე ბევრად მეტი დრო გჭირდება იმ ადამიანის ხელახლა იმუშაო და გადაარწმუნო. იმიტომ რომ ჩვენ გარეუბნებში მაგ პრობლემას ვაწყდებით, იმიტომ რომ ჩვენ მოქალაქეებს გვიწევს პასუხი ვაგოთ იმ არასწორ არკომპეტენტურ მუშაობაზე, რომელთაც ემუშავებიან პოლიტიკოსები ამომრჩევლებს. და ესაა კიდე ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ისინი მათ მხოლოდ ამომრჩევლებად არ უყურებდნენ, ანუ არ ახსენდებოდეთ კრიტიკულ მომენტებში, ისინი არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები და როგორც გადასახადების გადამხდელი მშრომელი ხალხი, რომელზეც დგას რეალურად ქვეყანა. როცა ხელისუფლება არის de facto და რეჟიმი არის ისეთ როგორც არის, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციურ სპექტრს, იმიტომ რომ შენ უნდა შექმნა ძალიან კაფიო, ცხადი პოლიტიკური ალტერნატივა, შენი თვითმყოფადი დღის წესრიგი, რომელიც გახდება мотиваტორი ადამიანებისთვის, რომ გამოვიდნენ ქუჩაში და ეს ძალიან წარმოუდგენელი მგონია მოხდეს სოციალური შინაარსების გარეშე. გარეუბანის თავის და პერიფერიები ზოგადად ეს არის, რომ ამ პროცესში შევიდეს
სოციალური შინაარსები, იმიტომ რომ ჩვენ არ შეიძლება მხოლოდ ევროპა და რუსეთის სახილით მივიღოთ შედეგი. მე მგონი რომ ეს იყო კრიტიკული შეცდომა, რომელიც დავუშვით ყველამ ერთად წინასაარჩევნოთ, არა მარტო პოლიტიკურმა სპექტრმა, მაგრამ პარტიებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება თამაში. ესე ბრწყლად საკითხები არ შეიძლება დადგეს და ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებს აუხსნათ, ვუთარგმნოთ სულ ცოტა ეს რას ნიშნავს. რა პოლიტიკური, კულტურული და სოციალური განსხვავება ევროკავშირს და რუსეთს შორის. ხო და იმიტომ რომ ეგრე დაყენება საკითხების მგონი რომ არის პირველ რიგში უპატივცემულობა ამ ადამიანების და არ მოსმენა მათი პრობლემების, მათი ტკივილების, მათი სურვილების და მისწრაფებების და საჭიროებების, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ვით უმეტეს, როდესაც აეხლა უამრავი ძალიან საინტერესო აქტივობები არის. უშუალოდ თვითონ აქციაზე, აი წინაზეც ვთქვი რომ რაღაც ინტერვიუ მივეცი, როდესაც თან ლაივში ხარ და თან იქვე ხალხიც ისმენს აქციაზე, ძალიან მომეწონა ეგ პროექტი და სულ იმას ვამბობ, რომ აი აქციაზე ნახეთ. ვინ თქვა აღარ მახსოვს მიხეილ ჯავახიშვილის ციტირებებით მელაპარაკებიან ახალგაზრდები იქ რომ მივდივარო ასე ირაკლი შაიშმელა ხო იმ ცნობილი ინტერვიუს დროს და რატო არ შეიძლება მიენდო შენ საკუთარ მოქალაქეებს და რატო არ შეიძლება მეტი ასე ვთქვათ თვითშეფასება პირიქით აუმაღო და პირიქით ანუ იმიტომ რომ აი ახლა ამ აქციებმა რაც იქ ხდება და რაც დაგვანახა რომ ხალხი საკმაოდ ვით უმეტეს ასეთ კატასტროფულ ჰიბრიდულ ომში საკმაოდ კარგად ერკვევა ბევრ საკითხებს. შეიძლება თუ არა რომ მასობრივად ეს თქვა და რა თქმა უნდა რეგიონში შეიძლება უფრო მეტი პრობლემებია, მაგრამ ჩემი აზრით სწორი ახსნა თუ იქნება, რა თქმა უნდა ეფექტური. ამ პროცესებმა მე მგონი რომ გამოაჩინა საზოგადოების რაღაც უკიდურესად დიდი განვითარება ბოლო პერიოდში, რომელიც თითქოს შეფარული იყო და ერთბაშად ამოხეთქა და გახდა ხილული და ეს უნდა იწვევდეს ჩანსახ კონკურენციას პოლიტიკოსებში. იმიტომ რომ ისინი თუ არ დაეწევიან ადეკვატურობით პროცესებს, ძალიან გაუჭირდებათ არ მხოლოდ განვითარება, გაუჭირდებათ რომ შეინარჩუნონ თავიანთი ადგილები, იმიტომ რომ ძალიან მომთხოვნია უკვე ხალხი, ძალიან სამართლიანად და პოლიტიკურ სპექტრს მოუწევს რომ ან განვითარდეს, ან ადგილი დაუთმოს სხვებს და ხშირად უწუნებენ ხოლმე რომ ამ ქვეყანას არ აქვს ბუნებრივი რესურსები, თუ ძალიან პათეტიკურად არ გამომივა, მე ბოლო პერიოდში რას ვაკვირდები, შეიძლება არ გვაქვს ნავთობი, მაგალითად, მაგრამ ეს ხალხი ეს პროცესი, რაც ვაკვირდებით, არის ალბათ ყველაზე დიდი ბუნებრივი რესურსი შეიძლება გქონდეს და პოლიტიკოსებს შეუულიათ რომ უბრალოდ ეთანამშრომლონ ამ ადამიანებს, მოусმინონ და შთაგონდნენ, იმიტომ რომ ძალიან შთამაგონებელია ყოველთვის ეს ადამიანები. ნამდვილად და აქვე უბრალოდ ერთ დავაზუსტებ გახსოვს რომელი იყო ბექა კობახიძე იყო მგონი ჩვენთან სტუმრად რომელსაც ძალიან კაი სტატუსი ეწერა რეგიონში რა ხდება. თავი კაცების როლი, როგორ არის ფეოდალიზმის სქემა. ზუსტად და ანუ რაღაცა სამხრივად რა გამოგვივიდეს, ეს ყველაფერი რაც შენ თქვი მე აბსოლუტურად გეთანხმები და ვით უმეტეს იმ ყველაფრის გათვალისწინებით თუ როგორი სირთულეებია, როდესაც შენ უნდა ჩახვიდე ზოგიერთ რეგიონში განსაკუთრებით საშიშია, ასე რომ სადღაც ადამიანურად მე შეიძლება მესმოდეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს რომ რამხელა რამეს უნდა შეეჭიდო იქ რომ ჩადიხარ და კიდე ვინ რას დაგიშავებს და რა მუქარები მესმის, მაგრამ დღეს საქართველოში როცა პოლიტიკოსი ხარ, შენ ამას თვალი უნდა გაუსწორო და ამის ზად უნდა იყო. ამიტომ უბრალოდ რაღაცნაირად დავაზუსტე თქვა პატარავის რეპლიკას ვიტყვით რა. აი მარტო პოლიტიკოსებს რო არ ხო, ანუ მარტო აი მაგალითად ჩვენი სფერო თეატრი ხო? ჩვენ თბილისში გვაქვს სომხურენოვანი და აზერბაიჯანული თეატრები. პრინციპში ბოლო პერიოდში დავფიქრდი მეც ამაზე, ეს ორივე თეატრი არის აბსოლუტურად თამაშგარი მდგომარეობაში. ჩვენ მეინსტრიმ თეატრს არასოდეს არ ახსენდება მათი არსებობა. არ არის არანაირი საქმიანი და შრომითი კონტაქტები, უბრალოდ სპექტაკლების დასწრება არ ხდება, მაგრამ აი პირობითად 26 ოქტომბრის მერე ჩვენ გვახსენდება რომ პრობლემა გვაქვს სომხურენოვან რეგიონებთან, პრობლემა გვაქვს აზერბაიჯანულენოვან რეგიონებთან და ეს არ არის მარტო პოლიტიკური კლასის პრობლემა, ეს არის კულტურული პრობლემა და ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ რეალურად, არ ვემუშავებთ ამ ადამიანებს და უბრალოდ გვინდა რომ პირდაპირ მზა შედეგით წარმოდგნენ არჩევნების დღეს და ესე არ ხდება. ძალიან რთული სქემა, რომელსაც ამუშავება ჭირდება და მათ შორის ხელოვნებას და მათ შორის თეატრს აქვს ძალიან კონკრეტული პასუხისმგებლობა ამაში ჩემი აზრით. კი და არ ვიცი, აი მეც ეს პერიოდი სულ ამაზე ვფიქრობ და ხშირად ისმის ეს კითხვა უკვე გავიდა უკვე 50 დღე, ამდენი ძალადობა, ამდენი ადამიანი საპყრობილეში, ვიღაც ხალხი იბრძვის, ვიღაც ზოგჯერ იღლება, მერე აღარ იღლება, მაგრამ შინაარსობრივად აი მაგალითად მე ვფიქრობ, რომ აი
თქვათ ის თუნდაც ნიღბების კანონი რომელიც შემოიღეს რეალურად ის რომ ვინც დემორალიზდება და აი რა აზრი აქვს და რაღაც თითქოს ვიღაც ჩუმდება თუ რაღაც აი ნელ-ნელა რაღაც ეს აზრი არ ვიცი შეიძლება ეს ქართული ოცნების პროპაგანდის ნაწილია მეც რომ გამიჩნდა ეს აზრი რომ გონია რომ ხალხი ასე ფიქრობს არ ვიცი ესეც არ ვიცი თუმცა ანუ აი ეს ფაქტი რომ ნიღბების კანონი შემოიღეს ეს ხო რეალურად იმას ნიშნავს რომ ამ პროტესტს უდიდესი ძალა აქვს და ის რაღაც აი ნებისმიერი საპოლიციო კანონის გაძლიერება რომ ანუ რეალურად ჩვენ ვხედავთ იმას რომ ჩვენ წინააღმდეგობას ყოველ ნაბიჯზე აი რაღაც თითქოს განცდა გვიჩნდება რომ მათი თამაშის წესებით ცხოვრობთ და მათი დღის წესრიგია მაგრამ სინამდვილეში ცოტა მეორე მხრიდან თუ შეხედავ მთლად ასეც არ არის ორმხრივი პროცესია აბსოლუტურად და ამაზეც მინდა რომ ბევრი ვისაუბროთ ეთერებშიც ვისაუბროთ ასევე იმიტომ რომ ჭირდება აი რაღაც მგონია რომ ადამიანს თითოეულ ადამიანს რომელიც ამ პროტესტში ღიად არის და ადამიანებს რომლებიც თქვა ძალიან არ მოწონს მაგრამ არ არის ბოლომდე მაინც დარწმუნებული იმიტომ რომ სხვადასხვანაირები ვართ ადამიანები და ლიმიტები რაღაც წითელი ხაზები ყველა სხვადასხვაგან გვაქვს ყველას ბექგრაუნდი სხვადასხვა გვაქვს და სხვადასხვა დროს ვბრაზდებით სხვადასხვა რამეზე რა აი მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამაზეც ხშირად საუბარი იმიტომ რომ მოისმინოს ხალხმა რომ ეგრე არ არის რომ სინამდვილეში შენი ერთი ადამიანის ხმა ძალიან მნიშვნელოვანი რამე რა ის სულ ამიტომ სულ ეს ზუგდიდის პროტესტი სულ ამიტომ მახსენდება რომ როგორი ხმამაღალი შეგიძლია იყო თუ მართლა გულწრფელად ჩართული ხარ ამ პროცესში და მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის გაძლიერება და ის რაც შენ თქვი ახლა ამაზე სხვათა შორის არ მიფიქრია და ძალიან მნიშვნელოვანი არის მართლა და არ ვიცი შენი აზრით გვაქვს კი ჩვენ თვითონ სამოქალაქო საზოგადოებას თქვათ იმის რესურსი და რამდენად რეალური არის რომ ის რაც თქვათ პოლიტიკოსებს აქამდე უნდა ეკეთებინათ დღეს ჩვენ მოვახდინოთ ეს და გამოიღებს თუ არა ეს რეალურ შედეგს რაღაც ეტაპამდე კი გულისხმობ იმას რომ შეუძლებელია ეს კოლექტიურად იქნებოდეს პოლიტიკური დღის წესრიგი და პოლიტიკური მოვლენები ან რაღაც ტაიმლაინი ხო ჯერ ერთი რომ რაოდენობა შეუთავსებელი იმისთვის რომ ეს კონკრეტული დღის წესრიგი შეიქმნას და მეორე ის რომ სისტემატიზებული არ არის ჩვენი მოქმედებები და არის გაფანტული ეს უპირატესობაც არის რომ გაფანტულია მაგრამ მეორე მხრივ გვასუსტებს იმიტომ რომ გვიჭირს ერთმანეთის დანახვა პროცესში და გვიჭირს ჩვენი აქტივობით მეორე ჯგუფის აქტივობის გაძლიერება და ამის დაკონექტება ერთმანეთთან. ამიტომ მგონია რომ ამ ეტაპზე პროცესი ახერხებს რომ თავად გაუძღვეს ხალხი ახერხებს რომ თავად გაუძღვეს პროცესს თუმცა აი რაც წეგან ვახსენე თუ ამ დროს ეხლა პოლიტიკოსები არ იყენებენ იმისთვის რომ ან გადაიაზრონ შეცდომები სწორად მოძებნონ ამ ადამიანებთან დასაკავშირებელი ენა იმიტომ რომ პოლიტიკური ენაც აბსოლუტურად გაუფასურებულია ნული ნდობა არის ამ ენის მიმართ და ტერმინოლოგიური კრიზისიც არის ესე აბსოლუტურად მე მგონია კომპეტენციიდან გამომდინარეობს იმიტომ რომ აი რაც თქვი ხო ეს ადამიანები სამსახურად არ აღიქვამენ პოლიტიკას ეს არის ძალიან დამღუპველი ქვეყნისთვისაც და მათი რეპუტაციისთვისაც იმიტომ რომ ეს არის პროფესია რომელიც ყოველდღიურ შრომაზე განვითარებას საჭიროებს და როგორც ჩვენ ვცდილობთ ამას ავად თუ კარგად ისე უნდა სულ ცოტა მცდელობას უნდა ვხედავდეთ რომ ისინი დაუღალავად ცდილობენ რომ განვითარდნენ მე ამ პროცესის სიმართლე გითხრათ ვერ ვხედავ იმედია რომ კულისებში ხდება და უცებ გაგვაოცებენ მაგრამ არ ვიცი ხო ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბუნებრივად მგონია რომ აუცილებლად გაჩნდებიან პოლიტიკური ჯგუფები და შეძლებენ იმიტომ ეხლა რაღაც ისეთია მოშიშვლებული ნიადაგია რომელიც თან საშიშიც არის იმიტომ რომ ვერ ხერხდება კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა მაგრამ მეორე მხრივ ეს არის რაღაც შესაძლებლობის კუნძული იმ ადამიანებისთვის ვისაც უნდათ პოლიტიკაში ჩართვა მაგრამ აქამდე თავს იკავებდნენ რიგი მიზეზების გამო მე ეს ადამიანები მე მგონია ამ სიცარიელეში დაინახავენ და შეამჩნევენ ერთმანეთს და დაინახავენ იმ სოციალურ საჭიროებებს რაც ნამდვილობას დამწვავენ ნამდვილად და იმიტომ რომ ხალხს კი არავინ არ ელაპარაკება მაგრამ ხალხი ძალიან ხმამაღლა საუბრობს თავის პრობლემებზე და წუხილზე და ყოველდღიურად ეს კიდევ უფრო და უფრო ხმამაღალი ხდება და ჩვენც აუცილებლად ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ და კიდევ ერთ რამეს დავამატებ ძალიან ხშირად პოლიტიკოსებს ემართებათ შეცდომა როდესაც ამბობენ რაღაცას რატომღაც ხანდახან ალბათ ფიქრობენ რომ თითქოს აი
რაღაცა გარკვეულ ადამიანებზეა გათვლილი და რატომღაც უნდა მიხვდე რას გულისხმობს. ანუ არ უფრთხილდებიან, ასე ვთქვათ, და არ თვლიან თავიანთ ნათქვამს, თუნდაც იმ ადამიანისთვის, რომელიც შეიძლება არის რაც შენ თქვენ, რეგიონში ან თქვათ, ცოტა სხვა პერსპექტივით უყურებს, სხვა ტელევიზიებს უყურებს, თქვათ, ანუ სხვაგან არის რა და მასთან უნდა ახო, ასევე მასთან. მე მესმის რომ რაღაცნაირად თითქოს სეგმენტურად ირჩევენ ხოლმე ჩვენ ამ ჯგუფებზე მუშაობთ, ის ამ ჯგუფებზე და ასე შემდეგ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, რომ ისეთი ადამიანები თუნდაც რომლებსაც რაღაც ან გაბედაობა არ ყოფნის, ან არ არის ბოლომდე დარწმუნებული, ან კითხვები არსებობს. ამას გაეცეს პასუხი. აი, კაი მაგალითია, მაგისი მაგალითად, როდესაც ოპოზიციაში მიდის ხოლმე საუბარი, აი, ზურასაც ჰქონდა გიჩს, ასე ვთქვათ, თავისუფლებასთან პოდკასტში ინტერვიუ, სადაც ამბობდა და საუბრობდა იმაზე, თუ რა შეიძლება და დაგვეპირისპირებინა, რა შეიძლება ჩვენ ოპოზიციურ პარტიებს დაგვეპირისპირებინა, თქვათ, აბა ომი გინდაზე, ხო? და არგუმენტი ის იყო, რომ ვერ მოვიფიქრეთ ისეთი რაღაცნაირი, თქვათ, არ არსებობდა ბუნებაში თუ თვითონ ვერ მოვიფიქრეთ, მაგას ვერ გეტყვით, მაგრამ ვერ მოვიფიქრეთ ანტიმესიჯი ამისი რა შეიძლება და ყოფილიყო და გადაწყვიტეს, რომ არ შეყოლოდნენ. ხელის გულზე იდო და პრინციპში ადგილ-ადგილ ამბობდნენ, რომ ევროკავშირში ომი არასდროს არ ყოფილა. ეს უკვე პასუხია ამაზე. კი ბატონო, შეიძლება. ხო, მე მესმის, რომ ყველა ადამიანი და ის პოლიტიკოსებიც ადამიანები არიან და როგორც ჩვენ მოგდის შეცდომა, მედიაში მოგდის შეცდომა, იქაც მოვა შეცდომები. თავარი არის, რომ შეცდომა კი არა, აი, აგერ წინასწარმეტთან ვამბობდით, 12 ნაბიჯის ერთ-ერთი პირველი უпростоრეთ ნაბიჯი, როდესაც აღიარებ, რომ რაღაცა პრობლემაა, რაღაცა შეცდომაა, მოსულა ეს. ხო, და კარგი იქნება თუ ხო უფრო მეტად გათვლიან იმ ადამიანებზე, ვისაც ეს კითხვები აქვს და ეგრევე თქვა, არა მარტო პოლიტიკოსებს ეხებათ, ეგ ადამიანებს Facebook-ზე, სოციალურ ქსელებში. კი, ეხლა ჩემი მეგობარი ძახდა დავიღალე ამათი ლოლიავითო, რომ ვითომ ერთობის გამო ვიღაცებს დიოდა რაღაც, მაგრამ მაინც ალბათ მართლა არიან რა, ორი ადამიანიც რო იყოს გულწრფელი, ვისაც მართლა რაღაც აინტერესებს, ხელის გულზე მართლა კიდევს და მეც სულ მიკვირს, რომ აი რა ვერ მოიძიე და რა ვერ გაარკვიე ბოლო-ბოლო, მაგრამ რაღაცები არის, იმიტომ რომ ჩვენ სხვანაირი პერსპექტივით უყურებთ, ვიღაცა სხვაგან არის სხვანაირად უყურებს და კარგი იქნება თუ ყველაფერს ვდით იმისათვის, რომ როგორც შენ ამბობ გიორგი, რომ ჩვენ მაინც უნდა ვეცადოთ, მტკიცებულება მოვიპოვოთ და არ აზრი არა აქ არ თქვათ, მაინც გავაკეთოთ, როგორც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საკონსტიტუციაში ჩვენი ვქნათ, ჩვენი გავაკეთოთ, ხო? იგივეა ესეც. შენი გააკეთე და აუხსენი. გაიგებს არ გაიგებს უკვე ცალკე თემა არის ესეც რაღაც რჩევის დონე ესე ვთქვი და კი გამეწელა მაგრამ ხო ჩვენს მე მგონი ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვიდა უბრალოდ დრო ამოგვეწურა ოღონდ სანამ ჩვენ სტუმრებსაც და ჩემს მაყურებელსაც დავემშვიდობები მინდა პატარა რაღაც ვთქვა დღეს არის 20 იანვარი დღის ბოლო დასრულდა ჩვენმა თეატრმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება რომ 20 იანვრამდე ვაძლევდით დროს რომ გადაეხედათ იმ სარჩელისთვის რომელიც ან დროსთან ერთად მყოფით 11 ადამიანის აღკვეთი ღონისძიება გადაეხილა თუ არ ვიცი როგორ არის სწორი ტერმინი გადაეხედა საქმისთვის აღკვეთი ღონისძიების შესახებ თუმცა ეს ასე არ მოხდა და ჩვენ გავაკეთეთ განცხადება რომ თეატრი აუცილებლად გასცემს ამას პასუხს დღეს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა პროპაგანდისტული მედიებიდან რაღაც პეიჯებიდან ტროლებიდან ბოტებიდან და ასევე ადამიანებიდან ძალიან რაღაცნაირი უხერხული გლიცინი და ხუმრობები რაღაცებს წერდნენ და არაფერი უბრალოდ დღეს რადგან დღე დასრულდა და უკვე 12 საათი არ ვიცი ზუსტად შესრულდა თუ არა ახალი თეატრი დადებს ანონს თუ რას აპირებს ჩვენი თეატრი და თუ როგორ ნახავს ხელისუფლება იმას რომ თეატრი არასოდეს არ იქნება მორჩილი აქამდე ვიყავით პასიურ პროტესტში და ეხლა გადავალთ აქტიურ პროტესტში და ჩვენი მაყურებელი საქართველოს მოქალაქეები და ასევე ჩვენი ხელისუფლებაც და არ ვიცი ყველა ადამიანი ნახავს იმას თუ რა შეუძლია თეატრს როგორც აღებულს როგორც თეატრს რომელიც შედგება მოქალაქეებისგან რომლებსაც უყვართ თავიანთი ქვეყანა რომლებიც არ შეეგუებიან უსამართლობას და რომელიც იბრძოლებს თავიანთი თითოეული რიგითი ჯარისკაცისთვის რომელიც დაკავებული არის უსამართლოდ იმ შესაძლებლობებით იმ ხერხებით და იარაღებით რითიც შეუძლია თეატრს დაიდება ეს ჩვენი თეატრის გვერდზე და ყველა მაყურებელი და მედიებიც და ყველანი ნახავთ ამას ძალიან მალე მაგაზინთესაც მე ვეღარ ვიტყვი ამიტომ არაფერს არ დავა ძალიან დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს მადლობა ჩემს მაყურებელს და გემშვიდობებით შევხვდებით 4 შაბათს დროებით ისე